ყველას მოგესალმებით, ეს არის Iron Lashes პოდკასტი. ჩემი აზრით, დღევანდელი თემა არის ყველაზე საინტერესო და საჭირო. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სპორტულ ფარმაკოლოგიაზე და ფარმაკოლოგიის როლის შერეულ ორთაბრძოლებში. დღევანდელი ჩემი სტუმრები არის ვალა, სპორტული ნუტრიციოლოგი და კვების და სპორტული დანამატების სპეციალისტი. მოგესალმები ვალა, როგორ ახარ? მოგესალმები ლაშა, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან კარგი წამოწყებაა და გისურვებთ წარმატებებს ამ პროექტში. მეორე ჩემი სტუმარი და ასევე მეგობარი ბეკა თოფურია, სპორტსმენი, ბოდიბილდერი, ხო შეგვიძლია ვთქვა, პაუერლიფტინგი, ბოდიბილდინგი, ასევე მწვრთნელი. კი ბატონო. დიდი მადლობა დღეს ბეკა. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. ბიჭებო, ქართულ ენოვან YouTube-ზე მსგავსი თემა ჯერ არ განხილულა. მე მინდა დღეს გლობალურად და ამიტომ დღეს დაგიძახეთ, რომ ამ თემას შევეხოთ. ეს არის ის ფარმაკოლოგია, რომელსაც მოიხმარენ სპორტსმენები, კერძოდ არის საუბარი შერეულ ორთაბრძოლებზე, მუშტიკრივი, MMA. მე არ უწევ რეკომენდაციას, მე უბრალოდ მინდა, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს ამ საკითხზე. ფარმაკოლოგია, ანუ ვალა, შენ რომ გითხრა, არსებობს ახლა და იარსებდა თუ არა დღევანდელი სპორტი, აი UFC-ც რომ ავიღოთ, რაღაც ფარმაკოლოგიური დახმარების გარეშე. ეგ რეალობა არის? აი ბევრს აქვს ეგეთი შეკითხვა. პირველ რიგში უნდა მოხდეს გამიჯვნა საკვები დანამატების ფარმაკოლოგიის და კიდევ არის ისეთი პრეპარატების ჯგუფი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ აკრძალული არ არის, მაგრამ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის განვითარებაში და თუ საუბრობთ, რომ ზოგადად სპორტული საკვები დანამატების ამ სამკურნალო პრეპარატების გარეშე დღევანდელი სპორტი თუ იარსებებდა, ბევრად უფრო დაბალი ხარისხით იქნებოდა წარმოდგენილი და უფრო ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი ამ ხელა დატვირთვას ეს ბუნებრივად არ არის მიჩვეული, რაც პროფესიონალურ სპორტს სჭირდება, შესაბამისად ძალიან სწრაფად იჩენს ხოლმე თავს ტრავმები. და არა მხოლოდ ფიზიკური მაჩვენებლების გაძლიერებისთვის გამოიყენება ეს თუნდაც საკვები დანამატები, ხო? თუნდაც საკვები დანამატები, არამედ იმისთვის, რომ ეს დიდი დატვირთვა ორგანიზმისთვის შესაძლებელი გახადოს და შეძლოს აღდგენა, რომ რაღაც დაზიანებები არ მიიღოს. თუ დავაკვირდებით ძველი სპორტის, ასე რომ ვთქვათ, ანალიზს გავაკეთებთ. ელემენტარულად, ხო, ამდენად განსხვავდება. ხო, ძალიან მაჩვენებლებშიც ძალიან დიდი სხვაობაა და მეორე ფაქტორი არის, ძველ დროში უფრო მეტი იყო ტრავმის გამო თავის დანებება სპორტისადმი, აი ეს ფეხბურთელების შემთხვევაში, კალათბურთელების შემთხვევაში. დღეს ეს მინიმალურამდე არის შემცირებული. ეს სტატისტიკა არსებობს ამ მიმართულებით, ეს დაკავშირებულია უფრო ცოდნის გარღვევასთან, თვითონ სავარჯიშო პრინციპების კუთხითაც და ამავდროულად ეს საკვები დანამატების და ასე რომ ვთქვათ, საპრევენციო ნივთიერებების გამოყენების კუთხითაც. ჩვენი მაყურებლისთვის უფრო მარტივად რომ გამოვაჩინოთ, ანუ ფარმაკოლოგია ჩვენ შეგვიძლია და თუ დამეთანხმებით თქვენ, გავხოთ ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომელშიც შედის ანუ პროტეინი, BCA, კრეატინი, ანუ ის ამინომჟავები, ის მჟავა, ის ნივთიერებები, ვიტამინები, რომელიც არის ბუნებრივად ჩვენი კვების ნაწილი. და ანუ უბრალოდ ამოცანა აქვს, რომ შეავსოს ის მიკროელემენტების, მაკროელემენტების უკმარისობა, რომელიც არის გამოწვეული ანუ ვარჯიშით, ანუ უბრალოდ ადამიანის მაღალი ფიზიკური დატვირთვით. ფიზიკური დატვირთვით და გონებრივი დატვირთვით. გონებრივი დატვირთვითაც. ბეკა, ასევე კატეგორიები ახლა ეს რომ დავამატოთ, ხო, ეს ბადები, ანუ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ეს ერთი კატეგორია, რომელიც სპორტული დანამატების მაღაზია. ჯამში თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ და იხილოთ. შემდეგი მეორე მიმართულება, ეგ მივცემდი ჩემ თავს უფლებას და ვითხოვდი რომ სტეროიდული დანამატები, ხო მე არის საუბარი უკვე წამბალზე, რომელიც მოიხმარება იმისთვის, რომ აღდგენა მოხდეს, იმისთვის, რომ გავისწავლოთ რაღაც პროცესები უფრო ავაჩქაროთ, აღდგენის და ანაბოლიზმის. და კიდე რა კატეგორიები შეგვიძლია ამ სიაში ჩავწეროთ, აი შენი აზრით? ანუ
კონკრეტულად დოპინგზე საუბრობ? აი კონკრეტულად იმ ნივთიერებებზე, რომელიც ხელს უწყობს. ხელს უწყობს ხოლმე დოპინგი, ახლა სწრაფ აღდგენას ხოლმე დოპინგი უწყობს ხელსაც. ნუ პროტეინი ბეცია ეს არის სპორტული დანამატები. ეს ხო არ ითვლება დოპინგად ეგ არა, ეგ სპორტული კვებაა, ანუ რასაც აჭმდაღებლობ, იგივეა, რაც ცილა დაყოთ ბეცია, პროტეინი, იგივეა. თავისთავად. ვალა, რა კატეგორიები არსებობს კიდე შენი შეხედულებით? პირველ რიგში ეს დოპინგი არის უხეში ტერმინი, რომელშიც ძალიან ბევრ რაღაც საერთიანებენ. აქ კატეგორიები არის ანაბოლური ჰორმონალური პრეპარატები, რომელიც სინთეტიკურად ეგზოგენური გზით შეყავთ ორგანიზმში, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ისედაც აწარმოებს, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობა, რომ ეს სპორტული მაჩვენებლები განვითარება მოახდინოს. არის კიდევ პეპტიდოვანი ნივთიერებები, რომელიც ძალიან დიდი ბუმი არის, შედარებით ახალი არის და არის ხა ისეთი ნივთიერებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად არ ახდენს ორგანიზმში ჩარევას. აი ელემენტარული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს არის მილდრონიუმი, ხო, რომელიც იგივე მილდრონატი, ხო, რომელიც შეყვანილი არის, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი აკრძალული პრეპარატი არის. ნუ ამას ბევრი ეთანხმება, ბევრი არ ეთანხმება, რატომაც, მაგრამ აი მაგას ვიძახი, ეს არც ჰორმონალური პრეპარატია, მაგრამ ზეგავლენა აქვს საკმაოდ სერიოზული ორგანიზმზე და არის კიდევ ერთი ახალი ჯგუფი, რომელსაც სარმებს ვეძახით, ხო, ეს არის რეცეპტორების მასტიმულირებელი, ეს შეიძლება არ გაგვყავს სინთეტიკურ, ასე რომ ვთქვათ, სტეროიდისგან განსხვავდება სინთეტიკური ნივთიერება, მზა ჰორმონი არ შეყავს ორგანიზმში, მაგრამ არის მასტიმულირებელი, რომელიც შენს ორგანიზმში ჯირკვლების გააქტიურების ხარჯზე საკმაოდ დიდ ეფექტს იძლევა. და ასე რომ ვთქვათ, უკვე ძალიან ბევრი ჯგუფი არის, უბრალოდ ჩვენ ამას ვაერთიანებთ, ეხლა ორ ჯგუფად იყოფა პრეპარატები, რომელიც სპორტში ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ დაშვებულია და პრეპარატები, რომელიც ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ დაშვებული არ არის. ნუ ეს არის ახლა რაღაც სხვა კრიტერიუმი. სხვა კრიტერიუმი არის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, არის ჰორმონალური, ანუ ეგ არის საუბარი ეგზოგენურ ტესტოსტერონზე, ზრდის ჰორმონზე, ხო, სწორია ეს. კიდე რაიმეს შეყვანა შეგვიძლია? ანუ ძალიან ბევრი ნივთიერება არის, ხა, კი, 200-ზე მეტი ნივთიერება. ანუ ეს არის სინთეტიკური ჰორმონი. სინთეტიკური ჰორმონები, კი ბატონო. ცალკე მიმართულება ეს არის პეპტიდები. კი ბატონო. შეგვიძლია ესე ვთქვათ, პეპტიდი, რა არის პეპტიდი? ვალა. პეპტიდი ეს არის სპეციფიური ამინომჟავების ჯაჭვი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით მუშაობს ადამიანის ორგანიზმში. ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ადამიანის ორგანიზმში არის ესეთი ჰორმონი, ზრდის ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად დაბალი ასაკის პერიოდში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმში და ეს თვალსაჩინოც არის უფრო, რომ ბავშვი ძალიან სწრაფად ვითარდება, ძვლები უმყარდება, უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს, მაგრამ შემდგომ, როდესაც ჩვენ ზრდასრულას ვაღწევთ და პირობითად 18 წელს ავწდებით, უკვე ნელ-ნელა მცირდება ორგანიზმში ზრდის ჰორმონის გამომუშავება, მაგრამ მოხდა სინთეტიკურად ამის შექმნა, ასე რომ ვთქვათ, მეცნიერების ჩართვით და არსებობს დღეს ესეთი ფორმა, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს ის ჩვეულებრივ ორგანიზმში იგივე თვისებებს ღებულობს, რაც ნატურალურად გამომუშავებული ზრდის ჰორმონი, უბრალოდ იქ არის გაერთიანებული 191 ამინომჟავა, რომელიც კომპლექსურად ყველა მიმართულებით მუშაობს ორგანიზმში. პეპტიდები აქედან უკვე ამ 191-დან კონკრეტული მიზნობრიობის მიხედვით ამორჩეული კონკრეტული ჯგუფები არის, რომ ადამიანს შეიძლება უფრო მეტი ინტერესი ჰქონდეს ხიმისწვისკენ, უფრო მეტი ინტერესი ჰქონდეს აღდგენისკენ, IGF-ის სტიმულაციისკენ და სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომაც გამოყეს ეს ჯგუფები, ეწოდა ეს ზოგში 35 ამინომჟავა, ზოგში 150, ამათ უკვე პეპტიდები ეწოდა და ასე რომ ვთქვათ, უფრო მიზანმიმართულად მუშაობენ ისინი ორგანიზმში. ანუ რომ გავამარტივო ხო მაყურებლისთვის, ანუ არსებობს სინთეტიკური ჰორმონი, ამოცანა ტესტოსტერონის, ხო, ეს არის ძირითადი კაცის ფუნქცია, ხო? ეს არის ეხლა ვსაუბრობ ზრდის ჰორმონზე. ტესტოსტერონი უკვე სხვა ნივთიერება არის ეს. ანუ რომ ავიღოთ სინთეტიკებზე, ანუ სინთეტიკური და ეგზოგენურად შეყვანილი ტესტოსტერონი არსებობს ზრდის ჰორმონი, ანუ რომელიც სადღაც ლაბორატორიაში სინთეტიკურად შექმნეს და ადამიანი იკეთებს, რომ ჩაანაცვლოს თავისი ჰორმონი. ხო, სწორი არის ეგეთი
აღწერა რომ გავუკეთო. და არსებობს პეპტიდები, ეს არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს, რომ დიდი რაოდენობით თქვენი ჰორმონი გამოიყოს. აი დაუშვათ თუზდის ჰორმონზე არის საუბარი. თუ ეგ არ იქნება სწორი შეფასება. არა, არ იქნება. არ იქნება სწორი შეფასება. პეპტიდების სხვა რაღაცაზე მუშაობს, ტესტოსტერონის სხვა რაღაცაზე. აი დაუშვათ ხომ არის პეპტიდი, რომელიც ხელს უწყობს, რომ ტესტოსტერონი დიდი რაოდენობით გამოიყოს, ან ზრდის ჰორმონი. არა, პეპტიდი ისეთი ნაკლებად არის, რომელიც უშუალოდ ტესტოსტერონის წარმოებას შეუწყობს. აქ რაღაც სხვა ჯაჭვური რეაქციით ხდება ხოლმე, მაგის გაძლიერება, მაგალითად არის გონადოტროპინი, ხო, შექმნილი, რომელიც ბოლომდე პეპტიდი არ არის, მაგრამ ხელს უწყობს ელაშ ჰორმონის ბუსტირებას ორგანიზმში და მაგას ხო, მალუთინიზირებელი ჰორმონის და ამის ხარჯზე ხდება უფრო მეტი ტესტოსტერონის წარმოება ორგანიზმში, მაგრამ არსებითი სხვაობა არის პეპტიდებსა და გამზადებულ ტესტოსტერონს შორის. როგორი მექანიზმია პეპტიდს? პეპტიდი, როგორც უკვე აღნიშნეს, არის ამინომჟავების ასე რომ ვთქვათ, ბმა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის მერე რაღაც კონკრეტულ სიგნალს ააქტიურებს ან თვითონ მონაწილეობას ღებულობს მშენებლობის პროცესში. ხარ ძალიან ბევრი პეპტიდია, ყველას თავის განსხვავებული მუშაობის პრინციპი არის. ძირითადად ხდება ხოლმე ჰიპოთელამუსთან დაკავშირება და იქიდან უკვე რაღაცა კონკრეტული მიმართულებით აი უფრო მარტივი მსმენელისთვის გასაგებენაზე ახსნა რომ გავაკეთოთ, ეს არის სიგნალი ერთგვარი. სიგნალი ორგანიზმში, რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით ორგანიზმმა დაიწყოს მუშაობა. თავისი რესურსი. და ეგ არის ძირითადი განსხვავება სინთეტიკურისგან. ხო, ნუ სინთეტიკურ შემთხვევაში, ახლა ყველაზე მარტივი ტესტოსტერონზე რო ვისაუბროთ და აქ მინდა მე ხაზს გაუსვა, ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, აი კონკრეტულად ტესტოსტერონი ეს 1930-32 წელს შეიქმნა პირველი ფორმა და შემდგომ სადღაც 10-20 წელი 30 წელს განმავლობაში იხვეწებოდა და დღეს იმ ფორმით არის უკვე წარმოდგენილი, რა ფორმითაც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა მაგის მერე მედიცინა ისე მუშაობს და უფრო მაღალი დონის პრეპარატები არის შექმნილი, რომელიც ეს ცოტა ტაბუდადებული თემაა და ჩვენამდე ჯერ შეიძლება მოღწეული არც არის და ტესტოსტერონი ეს არის ეგზოგენური გზით გამზადებული ჰორმონის შეყვანა შენს ორგანიზმში, რომელიც ორგანიზმში სწრაფად საერთო ტესტოსტერონის დონეს ზრდის და ძალიან დიდ არსებითად დიდ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმში. ეს მამაკაცური ჰორმონი არის და პირდაპირ ასოცირდება ხასიათის ცვლილებასთან, პირდაპირ ასოცირდება мотиваციის დონის ზრდასთან, პირდაპირ ასოცირდება კუნთოვანი მასის გაზრდასთან, ცხიმის პროცენტულ შემცირებასთან და ძალისმიერი მაჩვენებლების გაზრდასთან. უბრალოდ რა თქმა უნდა ეს არის ისეთი პროცესი, რომელსაც თანმხლები ძალიან დიდი რისკები გააჩნია. რა თქმა უნდა აქ არანაირი რეკომენდაცია არ არის, რომ ვიღაცამ ეს გამოიყენოს. აქ მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებები ხდება, რასაც ექიმის ან სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყოს ორგანიზმისთვის. ანუ ჩვენ შეგვიძლია აი რომ შევადაროთ ეფექტურობით სინთეტიკური და პეპტიდები. რამდენად აი რო შევაფასოთ 1-დან 10-მდე. თუ სინთეტიკურის გაკეთება არის დაუშვათ 10, პეპტიდი რამდენად ძლიერად მოქმედებს ამასთან შედარებით? ბევრად სუსტად მოქმედებს პეპტიდი. ალბათ პეპტიდს თუ მივცემდით 20-30%-იან შეფასებას, ანუ შენი საზომი ერთეულები რო გამოყენოთ 2-3 ქულას თუ მივცემდით პეპტიდს, მივცემდით სტეროიდს 7-8-9 სხვადასხვა სიძლიერის მიხედვით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ პეპტიდების დაჭერა თითქმის შეუძლებელი არის დოპინგში, ხო? ნუ თანამედროვე დოპინგის მეთოდოლოგიით უკვე არის რაღაცა ასე რომ ვთქვათ საშუალებები რომ იპოვონ, მაგრამ ძალიან რთული არის კი ბატონო. ჩემთან ვარჯიშობდა ხო თავისთავად სახელებს მე არ ვიტყვი, მაგრამ ადამიანი რომელსაც ქონდა შეხება მაღალი დონის UFC-ს მებრძოლთან და მომწერა ზუსტად ის კურსი პეპტიდების, რომელსაც იკეთებენ მაღალი დონის UFC-ს მებრძოლები და თავისთავად გადიან USADA-ს დოპინგ ტესტს. ეგ შემიძლია რომ დავიჯერო ესე არის და როგორ არა დასაჯერებელია კი. აი ეგეთი UFC-ც არა. აი ბეკა შენთან მქონდა შეკითხვა, აი რომ ავიღოთ ის როგორ შეფასება, აი ავიღოთ სპორტი და რამდენად მნიშვნელოვანი არის ფარმაკოლოგია. აი დაუშვათ 1-დან 10-მდე. და მე დაგისახელებ სპორტს და შენ რომ მიცე ქულა, რამდენად მნიშვნელოვანი არის. კარგი, რომ დავიწყოთ ძალოსნობით.
შენი აზრით? 10 ქულა. 10-დან 10. 10-დან 10. კარგი, ბოდიბილდინგი 10-დან 11. 10-დან 20. 10-დან 20. შერეული ორთაბრძოლები, კარგი, უფრო MMA. MMA 10-დან 7-8. 10-დან 7-8, 800-ს მიცემდი. ვალა, შენ როგორ შეაფასებდი შერეულ აი MMA-ს კონკრეტულად და UFC რო ავიღოთ როგორც ორგანიზაცია? როგორც დოპინგის მნიშვნელობა, დოპინგის მნიშვნელობა, დიახ, სპორტსმენის შედეგებზე რა. 10-დან 5-6. 5-6. ნაკლებად შეაფასებდი. რომელი სპორტი არის, ხომ, სადაც ყველაზე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა აი ამ ფარმაკოლოგიურ ნაწილს? ნებისმიერ სპორტზე რაღაც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ სადაც უფრო წინარი წამოწეული გამძლეობის მაჩვენებლები, სადაც უფრო წინარი წამოწეული უფრო ხანგრძლივი, ანუ თვითონ საშეჯიბრო პროცესი დიდხანს გრძელდება, იქ იმდენად დიდი ზეგავლენა არ აქვს უფრო ამ უხეშ სტეროიდულ ნივთიერებებს, აი როგორც უკვე ახსენეთ ბოდიბილდინგში, ძალოსნობაში, ეს უკვე ისტორიამაც აჩვენა, რომ ერთადერთი სპორტის სახეობები არის, სპორტის ნაწილი არის და იქ დოპინგ კონტროლი არ შედის, ეს არის ბოდიბილდინგი და ეს არის ძალოსნობა, ხო? ეს ორი სპორტი არის და დანარჩენ ყველა სპორტის სახეობაში მიმდინარეობს დოპინგ კონტროლი. აი ამ სხვა სპორტის სახეობებში შედარებით უფრო ნაკლები ზეგავლენა აქვს, მაგრამ როდესაც ახლა ორ სპორტსმენზე ვსაუბრობთ, ნებისმიერ სპორტში რო ავიღოთ ერთი სუფთა ათლეტი და მეორე ათლეტი, რომელიც ამ ნივთიერებებს იღებს, ძალიან დიდი სხვაობა იქნება მაინც. ის 5%-იც თუნდაც 10%-იც სხვაობა უკვე გადამწყვეტ ეფექტს იძლევა. ბეკა, აი შეკითხვა მაქვს შენთან, შეიძლება შენ კონდეს ნანახი ეგეთი, მგონი BBC-მ გააკეთა ეგეთი ტესტი, ორი მოწვრავე და 3 თუ 4 თვის განმავლობაში ერთი იღებდა ანაბოლიკურ სტეროიდს, მეორე არ იღებდა. და ანუ როგორი შედეგებს დადებდნენ ამ 3-4 თვეში. და განსხვავება დასაწყის ეტაპზე დიდი უპირატესობა ჰქონდა შედეგებში, ვინც იღებდა, მაგრამ შემდეგ ჯამურად ხო, მაინც გადაწყვიტა და გაიმარჯვა ადამიანმა, რომელიც ბუნებრივად იყო ამ სპორტში. შენი აზრით, ეხლა დღევანდელი სპორტი და შესაძლებელი არის პრინციპში ამ ფარმაკოლოგიური ნაწილის გარეშე? ფარმაკოლოგია მაინც ახლა ადამიანს ერთი თავით მაღლა წევს. ანუ სადაც სუფთაა, იქ ფარმაკოლოგია რომ ადამიანი ერთი თავით მაღლა დგას. ერთი ადამიანი პლუსია. და არ ვიცი, ეგეთი რაღაცა აი საინტერესო ფაქტებისგან ახლა იყო ესეთი ძალიან ცნობილი სპორტსმენი Armstrong-ი, რომელიც გონი 10 წელიწადზე მეტი იყო ჩემპიონი, ველოსპორტზე არის საუბარი და შემდეგ უკვე ჩამოართვეს ეს წოდებები, როგორც მე მახსოვს, აღმოაჩნდა, რომ უпросто თვითონ აღიარა, რომ იღებდა retropoietins. ეგ არის ესეთი აკრძალული ნივთიერება, რომელიც ზრდის, ну, გამძლეობას რა მარტივად რომ თქვა, იქ რაღაც ჰემოგლობინის და იმის ხარჯზე, მაგრამ ანუ გამძლეობას ზრდის. არის სპორტსმენები, რომელსაც ჩამოართვეს ოლიმპიური მედლები და მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი ადგილები, უკვე როდესაც დოპინგ ტესტი უკვე იყო გასული 5 წელიწადი, 6 წელიწადი, აი ტაიმაზოვი არის ეგეთი მაგალითი და არა მარტო, უკვე როდესაც გავიდა 6 წელი და გაუნჯობესდა ტექნოლოგია, უკვე შემდეგ აღმოაჩნდა, რომ იმ მომენტში იღებდნენ დოპინგს. რამდენად სწორი და სამართლიანი არის ეგ მოგვიანებით ტესტების გაკეთება? ვალა, აი შენთან. ჩემი აზრით არ არის სწორი, არც სამართლიანი არ არის. ეგეთი ლაშო მეგობარიც ყავს ჩვენ. მეგობარიც მოჭიდავენ. კი, დავითსაც კი წლების მერე ჩამოართვეს. ხო, იცით რა როგორი მომენტი არის. დავით მოძმანაშვილი. არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ როდესაც კონკრეტულად ნივთიერება აკრძალული არ არის და აკრძალულ სიაში არ წერია, შენ არ ხარ შეზღუდული, რომ ის ნივთიერება გამოიყენო და რამდენიმე წლის მერე, როდესაც ისე
ვითარდება ეგ მოხდა მილდრონათან დაკავშირებითაც ძალიან დიდი სკანდალი იყო და ძალიან ბევრ სპორტსმენს მისცეს დისკვალიფიკაცია და მერე მოხსნეს ის დისკვალიფიკაცია, იმიტომ რომ არ ქონდათ სწორედ ის ვადები და ის განსაზღვრული თვითონ ამ ანტიდოპინგურ სააგენტოს. აქედან გამომდინარე, ვიც კი ინახება შარდი და იმ შარდის გადამოწმება მერე შეიძლება მოხდეს 10 წლის მერეც. მე ზოგადად ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიდგომა ძალიან ხისტი და უხეში არის და ხშირ შემთხვევაში სპორტსმენის უფლებებს არ ღვევს, იმიტომ რომ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას სიაში ისეთი ბევრი ნივთიერება აქვს შეყვანილი, რომელიც ორგანიზმისთვის შეიძლება ითქვას, რომ აი ტრავმების მოშუშებისთვის, რეაბილიტაციისთვის აუცილებელიც არის ხოლმე და ამას ხშირ შემთხვევაში ექიმებიც კი იძლევიან ასეთი წამლების გამოყენების რეკომენდაციას, მაგრამ ვერ იყენებენ სპორტსმენები იმის შიშით, რომ ის ანტიდოპინგურ ორგანიზაცია შეყვანილი აქვს სიაში. ჩემი მეგობარი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩხუბობს UFC-ში, ბაგდან გუსკოვი, ეხლა ჩაატარა ბრძოლა ანკალაევთან, სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ტოპ 5-ში top 10-ში შედის. და ეგეთ რამ მითხრა, რომ ბრძოლის წინ 5 დღის განმავლობაში USADA-მ რეკომენდაცია გაუწია, უბრალოდ აუგრძალათ კივილგამაყუჩებლის მიღება, უბრალოდ მელატონინის მიღება, ძილის ხარისხის რომ გააუმჯობესო, რასაც ხმარობენ და ეგეთ საგზალულ სიაში არის შესული. ამიტომ ხშირად ესე ხდება, რომ დოპინგში შედის ესეთი ბუნებრივი ნივთიერებები, რაც პრინციპში არანაირი კავშირი რაღაც ჰორმონთან არ აქვს და დოპინგის სია არ უდრის რაღაც მანდამაინც სტეროიდებს, ხო? ეგ არის საუბარი უბრალოდ այդ კივილგამაყუჩებელზეც კი, რაც ჩემთვის აღმოჩენა იყო, რატო არ შეიძლება ახლა კბილი თუ გეტკინათ გამაყუჩებლის დალევა არ ვიცი, მაგრამ აი ფაქტია რომ არ შეიძლება. ეგეთი ბევრი ნივთიერებაა შეყვანილი. კი, არის კივილგამაყუჩებლის სახეობა, არის ახლა მარტივი კივილგამაყუჩებლები, რომელიც დაშვებულია და არის ახლა ძლიერი კივილგამაყუჩებლები, აი მაგალითად ბლოკიუმბეთორმეტი, ხო, ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე სპორტსმენები, შეიცავს ნივთიერება დექსამეტაზონს, რომელიც ჰორმონალური არის და რომელსაც ანტიდოპინგური ორგანიზაცია რაღაც პერიოდის განმავლობაში იჭერს. ხო, ამ მიმართულებითაც მეც არ ვეთანხმები მათ გადაწყვეტილებას. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელი არის კონტროლი და აკრძალული უნდა იყოს უხეში სტეროიდული ნივთიერებები სპორტში, იმიტომ რომ ეს მარტო სპორტსმენის ფიზიკურ მაჩვენებლების გაუმჯობესებას და თანაბარობის პრინციპის დარღვევას არ ეხება, აქ ჯანმრთელობის საკითხიც არის და ეს პოპულარიზებას გაუწევდა დოპინგ კონტროლი რო არ არსებობდეს, უფრო მეტ მოხმარებას და ეს საბოლოოდ ჯანმრთელობის ხარისხზე ცუდად აისახებოდა სპორტსმენების, მაგრამ ესეთი სიმკაცრე და ამდენი ნივთიერების აკრძალვა თუნდაც კივილგამაყუჩებლების, თუნდაც სამკურნალო ნივთიერებების, ეს უხეში მიდგომა არის და ამას ნამდვილად არ ვემხრობ. მოგესალმებით, და ჩვენ ვიკავებთ ჯეოფარმაკოში, ეს არის იტალიური თეატრი, რომელიც მდებარეობს ფერდინანდ ტაუნის ნომერ 3-ში და თქვენ შეძლებთ ისეთი მედიკამენტების შეძენას, როგორც არის მაგალითად ჰიალურონჟანი ბლოკოსი, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, იწარმოება ნაპოლეში. ასევე თქვენ შეძლებთ სხვადასხვა სახის ვიტამინები, მაგალითად ელტინია დესალის კომპლექსი, ელტინსინა და ბლაუნის სხვა. ვალა, მე როგორც ვიცი და ასევე მეც გამოვიყენე, შენ აძლევ და შენ ხარ უნიკალური სპეციალისტი ნუტრიციოლოგიის მიმართულებით, ფარმაკოლოგიის მიმართულებით, რაც ეხება ვარჯიშს, წონის კლებას, წონის მომატებას, უწევ კონსულტაციებს. ხო, სწორი არის ეს და შეგვიძლია ეს ინფორმაცია გავაჟღეროთ. კი. პროფესიონალ სპორტსმენებს მოყვარულებსაც, ვეხმარები, მე კვების სპეციალისტი ვარ, სპორტული ნუტრიციოლოგი ვარ, საკვები დანამატების სპეციალისტი და შემიძლია რომ ნებისმიერ ადამიანს ანალიზი ჩაუტარო, რა სჭირდება თავის მიზნების მიხედვით, კვების პროგრამა, საკვები დანამატების ასე რომ ვთქვათ, გაწერა და ასე შემდეგ. მე უბრალოდ რეკომენდაციას გავუწევ და იმ მიდგომასაც, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მით უმეტეს, რომელიც ეხება წამლებს, ეხება დანამატებს და ეხება თქვენს ჯანმრთელობას,
და თუ გინდათ ყვებას ჩაბარეთ აუცილებლად პროფესიონალს და სპეციალისტს. მეგობარმა დარბაზში მირჩია და მეზობელი ესესვამს, ხო ეგ არ არის არგუმენტი. ეგ ძალიან ხშირი შეკითხვა არის. მე TikTok-ზე ისეთ შეკითხვებს წერენ, რომ არა აქვს მნიშვნელობა ადამიანმა რას მიაღწია, როგორი სპორტსმენი არის, თუ გინდათ ბლოგერი, არ აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ ექიმს შეუძლია ისაუბროს, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია ისაუბროს და ნუტრიციოლოგს, დიეტოლოგს, ანუ მხოლოდ პროფესიონალს შეგიძლიათ მიმართოთ და არა უბრალოდ ადამიანს, რომელიც სპორტულად გამოიყურება. ეგ უბრალოდ ჩემი რჩევა არის. ეხლა ბიჭებო, ყველაზე აქტუალური საკითხი, ეს არის ტოპ 3 შეკითხვებში შედის, რომელსაც ნებისმიერი გავლელი მე მეკითხება. ბრძოლა თოფურია გეიჯი. ხონდა ადგილი დოპინგს თუ არ ხონდა? აი, მინდა შენ დავიწყო ბექა, შენს ბექა თოფურია. მეც თოფურია ვარ და ამიტომ შეფასებას მე გავაკეთებ პირველად. შენ უნდა დაიწყო ამაზე საუბარი. ხონდა დოპინგს ადგილი. არ ვიცი რა. შენი აზრით ეგრე იყო? კი, ეგრე იყო, რადგან რამდენი შენ როგორ შეატყვეს? აი როგორ შევატყვე და მე ეგრევე შევატყვე მაგას. რამდენი ამხელა ბრძოლის მერე კაცი როდმეც ძლის უნდა იდგეს ფეხზე. ანუ მეორე რაუნდზე და მესამეზე ერთს, ხო? ხო. ანუ ბოლო რაუნდამდე რაღაცამდე გაგრძელდა ბრძოლა, იყო დიდხნიანი ბრძოლა და ძალიან სისხლიანი ბრძოლა იყო. ასე რომ ეს ადამიანი ავიდა სეტკაზე, ოქტაგონის და იქიდან გააკეთა სალტო და დადგა სწორად ფეხზე. თუმცა სხვა ბრძოლებში ხომ აკეთებდა, აი რომ არა, ეგრე ყესები და სახსრები ეგრე ვერ უძლებს. შენი იმიტომ რომ ძალიან მაღლიდან გააკეთა სალტო მაგამ. ფიზიკურად ვერ უძლებს სახსრები მაგას. დაგიბრუნდები, მაგრამ ვალა შენი აზრით გადამწყვეტ ქონდა, მაშინ გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა ეგეთი რომ აი ამან გადაწყვიტა ბრძოლა, შენი აზრით. ნახეთ, მე ხალ როგორც ჩხუბის მიმართულებით სპეციალისტი არა ვარ და მაგ კუთხით შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ აი მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ არის მაგისი დიდი ალბათობა, რომ გეიტს იყო გამოყენებული რაიმე აკრძალული ნივთიერება, დოპინგი, იქიდან გამომდინარე პირველ რიგში, რომ ეს ყველა სპორტისტვის დამახასიათებელი არის, რომ ადამიანი, როდესაც ბრძოლას იწყებს, რაღაცა ენერგიის რესურსი რაც გააჩნია, ყოველი შემდგომი პერიოდი მიდის დაღლისკენ და არა პირიქით უფრო გამოფხიზლება და ენერგიის მოჭარბებისკენ. თან ახლა ეგ ისეთი სპორტის სახეობაა, სუნთქვის აჩქარება და დაღლა, ანუ პირველი რაუნდის შემდგომ ადამიანს, რომელსაც სუნთქვა უჭირდა, ძალიან დაღლილი იყო, შემდგომ რაუნდებში უკვე ნელ-ნელა პირიქით უფრო ენერგიაზე მოვიდა. დაღლილობა არ ეტყობოდა. მეორე ფაქტორი ის სწორად არის აღნიშნული ეს სიყვითლე ფეხის გულებზე. ეგ რითი არის გამოწვე რატო მეტყველებს იმაზე რომ დოპინგი. ეს ხა ღვიძლის გადაღლის, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი მაჩვენებელი არის. კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ამტანობა რამდენად ამტანი იყო ტკივილისადმი და როგორი დარტყმები ხო ხა ამას მე იმდენად ვერ ვაფასებ, მაგრამ სპეციალისტებმა თქვეს, რომ ეს იყო დამანგრეველი დარტყმები, რომლის შემდგომაც ადამიანი შეიძლება ნოკაუტში ვარდებოდეს და პირიქით რაღაც მასტიმულირებელი იყო თითქოს მისთვის და აი ამ ყველაფერმა ჩვენ შეიძლება მოგვცეს იმისი საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ ქონდა მას რაღაც ისეთი ნივთიერება გამოყენებული, რაც აკრძალული არის. ბექა გიბრუნდები შენ და კონკრეტულად შენი აზრით, აი პოტენციალურად რომ ვთქვათ, რომ არის ესეთი ექიმი, ფარმაკოლოგი, რომელიც ყავდა გეიჯის ბრძოლის წინ, რა ნივთიერებებზე არის საუბარი შენი აზრით? კონკრეტულად რა ნივთიერებებზე, ახლა მაგას მე რანაირად ვერ დავასახელებ. ანუ ხო, ანუ პრინციპში ან ჰორმონალურზე არის საუბარი, რაიმე ენერგეტიკის რაზე არის საუბარი შენი აზრით? უფრო აი ტესტოსტერონის მაგის ეგეთ რაღაცა. ტესტოსტერონის ეფირზე. იმიტომ ძალაზე, უფრო ძალის ეფექტი რაც გამოიყენება, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ჯები ქონდა. ეგეთი ჯები მძიმე წონაშიც არა. ანუ დიდი ხანია უყურებ ჩვენ ბრძოლებს და ჯებით წინა ძვალი დაულეწა. აი ეგეთი არ მოხდა რა ხა და პირველი ბრძოლა რომელსაც მე ნახე რომ ილია თოფურიას ჯებით ჩაულეწა წინა არა მარტო ცხვირი, ანუ ეგეთი ძლიერი ჯები, ანუ გეიც არ აქვს. კი, მაგრამ ძიმე წონაშიც არ აქვს ეგეთი ეგეთ ეფექტს აძლევს ახლა. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი გემატება ახლა, გააჩნია ახლა, მაგას კიდე არავინ არ შეამოწმებს. ანუ ჩვენი ვარაუდის არის, რომ ტრამპმა ჩათვალე ტრამპი დაემატა. ანუ მიდიზმაო გაიკეთე ჩვენ. მიდიზმაო გაიკეთე, ვის შეამოწმებს მაგას არავინ არ შეამოწმებს. აჰა.
ძალიან საინტერესო არის ეგეთი ვერსია. არსებობს ახლა ვიზუალურადაც რომ შევაფასოთ, მე მინდა პროფესიონალურ კრივზე გადავიდე, მძიმე წონაზე, კრუზერ ვეიტებზე და მაქსიმალურად მძიმე წონაზე. აი რომ ავიღოთ ფიური, ტაისონ ფიური, ვიზუალურად ახლა რთული არის რომ თქვათ რომ რაღაც არა ვიზუალურად ახლა ტაისონ ფიური არ გამოიყურება ეგრევე. ჯოშუა უფრო ჯანზეა. კი და მე მაგ ძალიან მაგარი ინსაიდი მე ვერ დავადასტურებ რომ ეს არის ნამდვილი ინფორმაცია უბრალოდ მომივიდა აი ვალა შენთან მინდა ამ შეკითხვა გადავამისამართო არის ადამიანი უცხოელი რომელიც იყო ჩამოსული ჩვენთან და ეგეთ რამ მითხრა რომ ჯოშუასთან ერთად ვარჯიშობდიო მოდი ესე ვთქვათ რომ არავინ არ დავადანაშაულო სპორტსმენთან რომელიც ძალიან გავდა ჯოშუას ვარჯიშობდა და ჯოშუა იკეთებდა ესეთ რამეს როგორიც არის ანუ აღდგენისთვის იღებდა BPC 157-ს და TB500-ს ეს პეპტიდები ეს არის პეპტიდების საუბარი რა პეპტიდები არის ეს ანუ ჩვენ ხო შეგვიძლია ანუ აღწერა გავუკეთოთ ანუ კონკრეტულად უფრო ვალად მასიზამს ერთი მყესისა ესეთ აღწერა თუ შეგვიძლია გავუკეთოთ ეს რა არის ეს BPC 157 ეს არის ნატურალურად ნაპოვნი ამინომჟავი რომელიც ჩვენს მომნელებელ სისტემაში არის და როგორც კვლევებმა აღნიშნა თუმცა ეს კვლევები ჯერ ჩატარებული არის მხოლოდ ცხოველებზე და ადამიანზე ისე მიმდინარეობს ტესტირება ეს დაზიანებულ ნაწილებს, ეს სახსრებს, მყესებს, თუნდაც ჭრილობის ძალიან სწრაფი აღმდგენი არის, აი სისხლის მიერ, ანუ სისხლში კონცენტრაცია იზრდება ჭრილობის ადგილთან იმ ნივთიერებების, რომელიც შეხორცებაზე არის პასუხისმგებელი და ძალიან სწრაფად ხდება ტრავმის აღდგენა. TB500 ზოგადად ორგანიზმში სახსრების გამაძლიერებელი მკვებავი ნივთიერება არის, რომელიც სინთეზირებას აჩქარებს ორგანიზმში სახსრების მიმართულებით. ასევე ეს იყო საუბარი იპერმორალინზე და CGC 1295 ნოდაკ ეს პეპტიდები ხო ეს პეპტიდები არის რომელიც ზრდის ჰორმონის სტიმულაციას აჩქარებს ორგანიზმში ანუ ორგანიზმს აძლევს ბრძანებას რომ უფრო მეტი ზრდის ჰორმონი გამოიმუშაოს ანუ ამის საშუალებით ადამიანი რომელიც ძალიან გავს ენტონი ჯოშუას იღებს იმ ვიზუალს და იმ შედეგს მაგრამ აბარებს დოპინგ ტესტს ეს შესაძლებელი არის კი ესენი დოპინგ ტესტზე ნახეთ მან როგორ არის სიტუაცია პირველ რიგში დოპინგ ტესტი უმეტესად ხდება ხოლმე შარდით ჩარტში ესეთი ნივთიერებები არ ჩანს თუ მოხდება ინექციასთან ახლო პერიოდში სისხლის შემოწმება სპეციალური მეთოდოლოგიით არის დიდი რისკი რომ ამოვარდეს უბრალოდ ეს არის რაღაცა ვითარდება ანტიდოპინგური სააგენტოც და ყველა სპორტის სახეობაში და მათ შორის ახლა UFC-შიც შეიძლება არ ხდება სისხლით შემოწმება სისხლით შემოწმება უფრო ამ მკაცრი მიდგომა არსებობს ოლიმპიური სპორტის სახეობებთან მიმართებაში და იქ უფრო სიმკაცრე არის ვიდრე ყველა სხვა სპორტის სახეობაში. და კიდე ერთი ესეთი ჩართვა რო გავაკეთო აი წინა თემასაც რომ შევეხოთ ხო მე წეგან ვახსენე რომ ეს ფარმაკოლოგიური ნივთიერებები თუნდაც ტესტოსტერონი რომელიც 1930 წელს შეიქმნა 32 წელს თუ სწორად მახსოვს და შემდგომ 1950 წლამდე უკვე დაფორმირდა სხვადასხვა ეფირების სახით რაც დღეს ჩვენთვის ცნობილია პრაქტიკულად დღეს საზოგადოებისთვის რა სტეროიდის სახეობებიც ცნობილი არის ესენი ყველაფერი არის 1970 წლამდე შექმნილი არასპორტული დანიშნულებით მაგრამ შემდგომ გამოყენება ჰპოვა სპორტში და მე ესეთი კითხვა მაქვს შემდგომი 50-52 წლის განმავლობაში, როდესაც ყველაზე კოლაფსურად წინსვლა იყო მედიცინაში, რა პროდუქტები შეიქმნა მაგ პერიოდში. დღეს ეს ჩვენამდე მოსული არ არის და თუ ჩვენ ავიღებთ თუნდაც ამერიკის, თუნდაც ჩინეთის ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის, ასე რომ ვთქვათ, მედიცინას, რამდენად ძლიერი არის, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი არ მუშაობენ სპორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ისინი მუშაობენ სპორტის მიმართულებითაც და არის ძალიან ბევრი იმდენად ძლიერი ნივთიერება, რომელიც არა მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ სპორტსმენი გააძლიეროს, აქ სამხედრო მიმართულებითაც ხდება გამოყენება და არის ძალიან ბევრი სიუჟეტები, ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ მე
გაეცნოთ თუ უკვე გაცნობილი არ ხართ, ისეთი ნივთიერებები არსებობს, რომელიც ადამიანი შეიძლება სპეცოპერაციის დროს დაიჭრას და მიაღებინონ ნივთიერება, რომ შეძლოს ასე რომ ვთქვათ, რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი და სპორტული საზოგადოების ცოდნა რა დონემდეც მიდის, ვერ გასწუდება იმის ახსნას, თუნდაც რა შეიძლებოდა გეიჯის გამოეყენებინა, იმიტომ რომ გეიჯის ბრძოლა იყო სახელმწიფო მნიშვნელობის, მოდი ესე ვთქვათ, რადგან ეს სახელმწიფო მნიშვნელობის არის, იქ შესაძლოა, მე არაფერს ისე კონკრეტულად არ ვამბობ, ჩართული ყოფილიყო უფრო მაღალი სამედიცინო სპეციალისტები და მაგ შემთხვევაში სამხედროც კი და მაგ შემთხვევაში არის უკვე იმის ალბათობა, რომ ძალიან ძლიერი ნივთიერებები რომელიც ჯერ ჩვენამდე მოსული არც არის და ცნობილი არ არის, ისინი ყოფილიყო. თუმცა ჩვენამდე რა ნივთიერებებიც არის მოსული და ცნობილი, ისიც საკმარისი არის, რომ ადამიანს ძალიან დიდი უპირატესობა მისცეს. და წეგან კიდევ ახსენ ესეთი რაღაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ სპორტის სახეობას, აი მოცურავის მაგალითი მოიყვანე, ხო? თუ სწორად არ მოხდა შერჩევა ამ ნივთიერების და იმან იგივე სტეროიდი გამოიყენა, რაც ბოდიბილდერმა გამოიყენა, ის რა თქმა უნდა მას ხელს შეუშლის, იმიტომ რომ მოცურავეს არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს კუნთოვანი მასის ზრდა, იმიტომ რომ კუნთები ძალიან სწრაფად იღლება. ისევე როგორც მოჩხუბარს არ სჭირდება კუნთების ზრდა, იმიტომ რომ კუნთები არის ორგანიზმისთვის ქსოვილი, სადაც სისხლი შეედინება უფრო მეტად და შესაბამისად იფამფება, უხეშ ენაზე რო ვთქვათ, ანუ გამძლეობას კარგავს ადამიანი მაგ დროს. შეიძლება ბოდიბილდინგისთვის ერთი ნივთიერებაა მაგარი, ძალისმიერი სპორტსმენისთვის მეორე ნივთიერება. ძირითადად ნივთიერებები, რომელიც ჩხუბში გამოიყენება, ხო, ეს არის ნეირომასტიმულირებელი ნივთიერებები, რომელიც გონების სიძლიერეს, ფოკუსურების უნარს აჩქარებს და ისეთი სტეროიდები, ან შეგვიძლია სხვა ნივთიერებებიც უწოდოთ, რომელიც აძლიერებს ნერვულ სისტემას და აგრესიას მატებს სპორტსმენს. მას საერთოდ არ სჭირდება, უხეშად რო ვთქვათ, ტესტოსტერონი, რომელიც ძალიან გამოყენებადია ბევრ სპორტის სახეობაში, მას თანმხლები პროცესები ახლავს, შეიძლება ჰორმონალურ მაცვლებამ წყლის შეკავება გამოიწვიოს ორგანიზმში და ეს პირიქით უფრო საზიანო აღმოჩნდეს ეგეთი სტილის სპორტსმენისთვის. ძალიან ცნობილი არის ეგ, რადგანაც ამ ტესტოსტერონს შევეხეთ, GDR-ის მაგალითი, როდესაც მოცურავეები, გოგონები იყენებდნენ, ანუ ეროვნულ ნაკრებზე არის საუბარი, იყენებდნენ ტესტოსტერონს და ეგ ისტორია ძალიან ცუდად დამთავრდა, რადგანაც სადღაც 10 თუ 12 წლის შემდეგ რამოდენიმე შეიცვალა სქესი, რადგანაც უკვე ვიზუალურად ჩამოყალიბებული იყო როგორც მამაკაცი კი და ეგ ღია ფაქტები არის, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ. ჩვენ გაწვდით ინფორმაციას იმისთვის, რომ თქვენ სწორი წარმოდგენა გქონდეთ და სწორად ფლობდეთ ფაქტებს. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში რეკომენდაციას არ უწევთ და მხოლოდ ინფორმაციული ნაწილით შეგვიძლია შევიფარგლოთ. არავის რეკომენდაციას არ უწევთ. მხოლოდ ჯანსაღი-კვება, მხოლოდ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, კი, შესაძლებელი არის და ჯანმრთელობისთვის კარგი არის, დანარჩენ საკითხებს უბრალოდ განვიხილოთ. როგორც კი, რომ ინფორმაცია გქონდეს. თანაც საკმაოდ საინტერესო საკითხები არის. ბიჭო, რა მაინტერესებს თქვენი აზრით და შეიძლება იცოდეთ კიდევაც, აი მე მყავდა ორი მეგობარი, მოჭადრაკე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჭადრაკშიც აქვს ადგილი დოპინგს, ანუ კონკრეტულად წამლებს, რომელიც ძალიან ზრდის ფოკუსირებას. კი, შეიძლება იყოს როგორ არის? კი არის. სპორტულ დანამატებშიც არის და დოპინგი არა, ანუ სპორტულ დანამატებს სპორტულ კვებაში. არის ეგეთი პრეპარატები. ანუ ეხლა მასე ეგრე ყავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოკუსირებას ზრდის და ენერგიას, მაგრამ ალბათ საუბარი იყო უფრო რაღაც ბევრად ძლიერ ნივთიერებებზე. ტვინის გამძლეობას უფრო მაშობა რა. ანუ მე მიზნობრივად არ დავასახელებ, ხო? რა იმას დანამატზე არის საუბარი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი უბრალოდ წავიკითხე, ფილმიც არის ეგეთი, სადაც აღიწერება რაღაც ჯადოსნური ტაბლეტი, რომელიც გონებას ხსნის და ვიცი რომ ეგ ფილმი და ეგ სცენარი იყო დაწერილი ზუსტად ეგეთ ნივთიერებაზე რა.
ვალა შენი აზრით რა ანუ შენ თუ ფლოპ ინფორმაციას აი ამ იმ დანამატებზე რომელიც ფოკუსირებაზე მოქმედებს და რომელიცაც აქვს ადგილი. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნივთიერება არის მაგ მიმართულებითაც. იმდენად, რამდენადაც არსებობს ძალის განვითარების საშუალება, იმდენად არსებობს ეს კოგნიტური ფუნქციის განვითარების დოპინგი ტვინისთვის და წეღან რო ახსენე, თუნდაც მოჩხუბარი, თუნდაც ფეხბურთელი, ხო? მან მიდის რა ფუნქციაზე საუბარი ნახე ტვინი შეიძლება ძალიან სწრაფად აზროვნებდეს მაგრამ მას აქვს იმ ნეიროიმპულსებს აქვს რაღაც გზა რაც მას უნდა გაიაროს და ჩვენს კუნთებამდე მიაღწიოს და აი ამ პროცესში რამდენადაც ხდება რაიმე ნივთიერების ზეგავლენით ეს ნეიროგამტარობის აჩქარება უკვე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ხა მოჩხუბრისთვის წარმოიდგინეთ წამის მიათედები წვიტავს ხო იქ რაღაცა თუნდაც დარტყმის აცილება თუნდაც საპასუხო რეაქციის გაკეთება ანალოგიური არის ფეხბურთშიც და ეხლა ჩვენ საუბრობდით ჭადრაკის მაგალითზე ხო იქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ რაღაცა დროული და კონცენტრაციის ხო ბატონო ძალიან საინტერესოა ანუ ჩვენ ეხლა რომ ესეთი თეორიისკენ გადავიდეთ შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ რომ აი დაუშვათ 10 20 30 წელიწადში ეს ჰაკინგი ხო რომელიც ხდება ანუ რაღაც ფუნქციების გაძლიერება ფოკუსირების გაზრდა კუნთოვანი მასის გაზრდა ეს კიდევ უფრო დაიხვეწება და ალბათ კიდევ უფრო მეტად შევძლებთ რომ ცვლილებები შევიტანოთ სხეულში როგორ ფიქრობთ რა თქმა უნდა დაიხვეწება დახვეწილი არის მათ ჩვენამდე მოვა ანუ ეხლა პეპტიდიც არსებობს ეგეთი მელატონანი მგონი ხო რომელიც რუჩს აძლიერებს ეგ ანუ აბსოლუტურად ხელმისაწვდომი არის ანუ ეგ არ არის რაღაც ლაბორატორია არა იყიდება ჩვეულებრივად ეგეთი პეპტიდი რომელიც გაკეთების შემდეგ თქვენ გაირუჯებით აი ესე ერთი კვირა რომ ზღვაზე იყოთ. ეგეთი არსებობს უკვე დღეს და თან უკვე ალბათ წლები არსებობს, ხო? კი, ძალიან დიდი ხნის წინ არის შექმნილი. და თავისთავად ჩემი აზრით ეგ ძალიან საინტერესო გზა არის განვითარების, მაგრამ ასევე საკიფათო ეხლა სიმაღლეზეც ხო შეგვიძლია წესით ვიმოქმედოთ, ეხლა ბავშვს რომ ხო რაღაც ჰორმონალური ისინი გაუკეთონ. მეს ისტორია ეს რაღაც იმაზე ხო არ არის ტყუილი ინფორმაციაზე დაყრდნობილი არ არის. ნებისმიერ ბავშვს რომელსაც აღენიშნება ზრდის ჰორმონის გამოყოფის პრობლემა და ეს პრობლემა არსებობს, შეიძლება ეს მომდინარეობდეს ჭარბწონიანობისგან, არასწორი კვებისგან, არასწორი ძილისგან, რაიმე ქრონიკული დაავადებისგან, ხო? ამას შეფასება სჭირდება, როგორც კი შეფასება გაკეთდება, საქართველოშიც არსებობს ესეთი სამედიცინო ცენტრი, რომელიც ამას შეაფასებს და შეიძლება დაუნიშნოს აი ზუსტად ეს ზრდის ჰორმონი ბავშვს, იმიტომ რომ მას აქვს ბუნებრივი გამოყოფის პრობლემა. ეს ნივთიერება აკლია და თუ ამ ასაკში ან ბავშვობის პერიოდში 18 წლამდე, ნუ ხეშად რო ვთქვათ, ამ ასაკში არ მიიღებს ეს ორგანიზმი ამ ზრდის ჰორმონს, ხო? ძვლის სტრუქტურა ჩამოყალიბდება, რომ იგივე ზომებში, რაც ზომებშიც არის და შესაბამისად ის სიმაღლეში ვეღარ გაიზრდება. როდესაც ზრდის ჰორმონის მიღება და რაღაცა ფიზიკური, ასე რო ვთქვათ, აქ აუცილებელი არის კიდე კვების მნიშვნელობა, პროცესების მოწესრიგება, ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მოწესრიგება მოხდება, მაგ შემთხვევაში უკვე ის ჩვეულებრივ გააგრძელებს ზრდას და მესის შემთხვევაში ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო, ვისაც ახლა აქვს ინფორმაცია მაგ ფაქტის შესახებ, ეს ტყუილი ნამდვილად არ არის. ბევრი ახლა კომენტარებში დაწერს, აი მე რო გავიკეთო ახლა დღესო გავიზრდები სიმაღლეშიო, აი მან არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძვალს თუ ზრდა დასრულებული აქვს, მე უკვე აღარაფერი აღარ შველის ადამიანს. აქ მე მგონი ხელის მტევანზე ხდება ხოლმე გადაღება, სადაც ჩანს ეს ზრდის ზონები დახშული არის თუ არა და თუ დახშულია უკვე აზრი აღარ აქვს, თუ არ აქვს ორგანიზმს იმის განვითარება, რომ ძვალი გაიზარდოს, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიყენოს. ფიქრობ ისეთ საკითხს შევეხეთ, რომ უამრავი შეკითხვა იქნება, მაგრამ როგორც გითხარით, პირველ რიგში ჩვენი ამოცანა არის ინფორმაციის ქართულენოვან YouTube-ზე შემოტანა, ახალი და საჭირო ინფორმაციის, როგორცაც ეხლა განვიხილავთ. ვალა, შენი აზრით ეხლა რომ ავიღოთ ესეთი ცნობილი
UFC-ს მებრძოლები, აი როგორიც არის ხაბიბ ნურმაგომედოვი, როგორიც არის დაუშვათ სერილ მგანი მძიმე წონაში, პერეირა, ხო? შენი აზრით, აი დაჟე სხვანაირად შეგეკითხებით, ბიჭო, ორივე შეგეკითხებით, აი უბრალოდ რომ მითხრათ, დოპინგს აქვს ადგილი თუ არა? აი გეტყვით მებრძოლს და მითხარი აქვს არა აქვს. შენი ჩვენ ხო ვიცით ერთი ძალიან ცნობილი მებრძოლი UFC-ში, რომელსაც დაუფიქსირდა ძალიან ბევრი ფაქტი დოპინგის გამოყენების, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ მისცეს და მითხარი რომელზე არის საუბარი? ვინ არის ლეგენდა UFC-ში? UFC-ს ჯონ ჯონსი მაგაზე ძალიან ბევრჯერ მე თუ არ ვცდები 4 ჯერ აქვს. ჯონ ჯონს მე დაჟე მახსოვს რა დაუფიქსირდა, ჯონ ჯონს დაუფიქსირდა, მგონი ტურინაბოლის თუ რაღაც მაგრამ ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. რა მნიშვნელობა აქვს ხო ესე? ტურინაბოლის მცირე რაოდენობით არა ეს ერთიანად ანუ მე ზუსტად მახსოვს, რადგანაც ჯონ ჯონს იყო ჩამოსული, მე მაშინ რუსეთში ვარდიშობდი და ერთადაც ვარდიშეთ კიდევაც იმ პერიოდში აღმოუჩნდა რაღაც მიკროგრამის რაღაც ანუ ეგ უკვე იმის ნიშანი არის რომ რაღაც არ სულში ქონდა. ჯონ ჯონს როგორც ამბობდა, სხვისი ის დავლიო სპორტული კვებო. ეგ არის ყველაზე ესეთი თავშესაფარი აღმოჩნდა. ტურინაბოლი რამდენი ხანი მინიმუმ წელიწადი არის ორგანიზმში. გააჩნია. დღეს უკვე ძალიან იხვეწება ეს. ადრე ხა შეიძლება რაღაცა მიკროგრამებს იჭერდა, დღეს გრამის მემილიონედის დაჭერა შეუძლია ორგანიზმში და ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვითარდება. წეგანაც ვამბობდი რომ ეხა მარტო სტეროიდს კი არ იჭერს, სტეროიდის მაგვარი ხო ანუ ნაშალს ორგანიზმში სტეროიდი რო დაიშლება იმისგან გამოყოფილ ასე რომ ვთქვათ ნაწილაკებს რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცხიმში ძალიან დიდხანს ინახება და შარტში ძალიან დიდხანს შეიძლება აღმოჩნდეს შეიძლება 2 წელიც კი ორგანიზმში რაღაც ნივთიერების შენახვა მოხდეს. კარგი, გადავიდეთ მაშინ. თუ არ იცი, მე უბრალოდ ხო, შენ კლაუჩიტში ხარ პროფესიონალურად და მაგრამ ვიცი რომ UFC-საც ადევნებ თუ არ. კი ბატონო. სერილ მგანი, ძიმე წონა. ნუ 100% ახლანდელი ჩემპიონი. 100% შენი აზრით? ანუ კი თუ არა, ანუ კონკრეტულად ახლა ამ სამზე არა, მაგრამ გეუბნები რომ სულ ყველა დოპინგზეა. სულ ყველა დოპინგზეა. ანუ მაგის გარეშე ექსპორტი არა. ხაბიბ ნურმაგომედოვზე რას ფიქრობ? ხაბიბი ახლა არ ვიცი დაღესტანში ცოტა ხაბიბის გუნდი ეგ მე გეტყვით იყო ცოტა მოწმუნე დაჭერილი. ხალხია და ეგეთ რაღაცებს კი, მაგრამ მელდრონაძე პრინციპში მაინტერესებს. დისკვალიფიკაცია ჰქონდათ one championship-ში არა, ბელატორში მგონი. მილდრონაძე ელემენტარული შარაპოვასაც ჰქონდა. კი და აი ეს მელდრონატის ამბავი როგორ არის? მელდრონატი ხომ ეგ არის ანუ გულის წამალისკენ უკვე კი, წამალი არის რომელიც კი გამოიყენება ძალიან. ჟანგბადი ეგრეთ წოდება. აწოდებ ჟანგბადს და ეგ რატო გახდა ეს დოპინგი? ხო, ნუ კარდიომაგნიტი ხომ არ არის დოპინგი და მელდრონატი რატომ არის? უფრო ძლიერი მოქმედება აქვს, ჟანგბადით ამარაგებს სისხლს და ეს როგორც ახლა დადასტურდა, უფრო უპირატესობას აძლევს ერთ სპორტსმენს მეორესთან შედარებით და ეს მილდრონატის ამბავი შედარებით ახალი არის, ხო? დაახლოებით მე მგონი 12 თუ 13 წლის წინ მოხდა მილდრონატის შეტანა დოპინგ სიაში და მე მახსოვს ეგ პერიოდი რუსეთის ნაკრები მოხსნეს, ქართველი მოჭიდავეები ძალიან ბევრი დაიჭირეს. ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია იყო, როდესაც მილდრონატი გამოაცხადეს აკრძალულად, გამოცხადებიდან თუ არ ვცდები 3-4 თვეში მოხდა ათლეტების დაჭერა. და მილდრონატს ორგანიზმიდან გამოსასვლელად შეიძლება უფრო დიდი პერიოდი დასჭირდეს, შეიძლება 6-8 თვეც დასჭირდეს და მე მახსოვს რომ მე ჩვენმა ექიმმა ზურაკ ახაბრიშვილმა სპორტული ნაკრების ოლიმპიადის ექიმმა, ხო, მთავარმა ექიმმა. მაგას სასამართლო დავებიც არსებობდა და საკმაოდ მტკიცე არგუმენტები წარმოადგინა მაგის საპასუხოდ, რომ შეიძლებოდა ტყუილად ქონოდათ ეს ასე რომ ვთქვათ დოპინგ ტესტის ასე რომ ვთქვათ ტყუილად დაიჭირეს ეს ათლეტები უმიზეზოდ, იმიტომ რომ როდესაც მოიხმარდნენ, მაშინ აკრძალული არ იყო ამ ნივთიერებების გამოყენება.
და როდესაც ანუ როდესაც უკვე გაიგეს, ეხლა მე რო ათლეტი ვარ და გავიგე რომ ეს ნივთიერება არ შეიძლება და შენ ამას დღეს მეუბნები, ხო? შენ უნდა მაცადო იმდენ ხანს რომ ის ჩემი ორგანიზმიდან გამოვიდეს. იმიტომ რომ მე როგორც კი გავიგე შევწყვიტე იმ ნივთიერების გამოყენება. აი ესეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ეგ ძალიან საინტერესო არის. ეგ კი და ბევრს გაუქმეს ეს მაგის თქმა მინდოდა წერან. გაუქმეს ეს ანტიდოპინგური აკრძალვა, ასე რომ თქვა, დისკვალიფიკაცია გაუქმეს მაგის გულისთვის, რომ დამასაბუთებელი საკმაოდ კარგი არგუმენტები წარმოადგინეს, რომ მათ როგორც კი ინფორმაცია მიიღეს აკრძალვის შესახებ, ეგრევე თავი დაანებეს. მაგრამ უნდა ქონიყოთ რაღაც პერიოდი იმისთვის, რომ ორგანიზმიდან ეს ნივთიერება გამოსულიყო. ბიჭებო, მაგ ეგეთი შეკითხვა კიდე. აი, რაღაც პერიოდი და პრინციპში ეხლაც კი ეს ბიოჰაკინგი, ბიოჰაკინგი აგიხსნით ახლა რა მნიშვნელობით ვამბობ, ძალიან პოპულარული. და მეც დავინტერესდი ამ მიმართულებით იმ ხრივ, რომ აი რაღაც რო ტესტავ, აი ბოლომდე შევყევი. ალბათ ერთი 1500 ლარის ვიტამინები მაინც ვიყიდე. აი ეს ყველა ვარიანტი B-ი, C-ი და დილით ესეთ თებში მედო ესეთ სადაც იდო ერთი 20 აბი. და ეს იყო ვიტამინები, მინერალები, რაღაც ის ბუსტერები, ანუ აბსოლუტურად ბალახები და ვიტამინები და რაღაც პოლიუჯერი ცხიმები, მსგავსი. ხო და სვამდი და მე დილით ახლა უფრო ფსიქოლოგიურად ვიღლებოდი, სანამ ამ 30 აფს გადავკლაპავდი, ვიდრე ის შედეგი, რომელიც ახლა რო გითხრა, რომ ვიგრძედით, ხო ხვდები და მე დავფიქსდი კიდევაც და ეხლა ამდენ ვიტამინს ადამიანი ადრე სვამდა. ხვდები და ღირს თუ არა და აქვს თუ არა აზრი, აი, როდესაც ეს სპეციალისტები, ესა დავარქვათ, სპეციალისტები ურჩევენ ამ 30 აბის დალევას და პრინციპში ის უფრო გღლის, რომ სვამ ამას ვიდრე შედეგს იღებ რაღაცას. აი, ეგ მოვლენა რა არის? ეგ ბიოჰაკინგი. ხშირ შემთხვევაში ეს რაღაც მარკეტინგის ნაწილიც არის ხოლმე და გაყიდვების სტიმულაციაც არის, იმიტომ რომ ადამიანს ჩვენ მივდივართ ერთ ფაქტამდე, ის უნდა საკვები დანამატი რას გულისხმობს, მიაწოდო ის, რაც მას დანაკლისში აქვს, ეს საკვებიდან ავსებს, აი თუნდაც შენ რაც თქვი, შეიძლება შენ იმ 30 სახეობის ვიტამინიდან აქედან 10 გქონდა დეფიციტში. რაც ორგანიზმს სჭირდება იმ რაოდენობას შენ თუ აწვდი ზემოდან იმ ორგანიზმს შეიძლება პირიქით უფრო ცუდი იყოს. ნებისმიერ ნივთიერებას ორგანიზმში აქვს რამდენიმე ზღვარი. პირველი რომ დეფიციტური ზღვარი, ანუ რა რაოდენობას არ უნდა ჩამოსცილდეს. მერე არის ზედა ზღვარი და შუალედში ნივთიერების არსებობას დამაკმაყოფილებელი ორგანიზმში. ზედაზღვრის შემდგომ უკვე არის ტოქსიკური UL-ი, ტოქსიკური ზონა, როცა შეიძლება იმან გვერდითი ეფექტები გამოავლინოს, ხო? და ძალიან ბევრ ვიტამინთან მიმართებაში, თუნდაც D ვიტამინზე, თუნდაც A ვიტამინს, განსაკუთრებით ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ესეთი ახასიათებს. აი ჩვენ რო ვისაუბროთ ხა ელემენტარულ პროდუქტზე, ხო, რაც უფრო გასაგები იქნება მსმენელისთვის, ეს არის კოფეინი, ხო? კოფეინი ძალიან კარგი არის, ბევრი ადამიანი იყენებს, მაგრამ დოზირებით, ხო? იმიტომ რომ შენ თუ კოფეინს მიიღებ 200 მიკროგრამის ფარგლებში, თუნდაც სპორტულ ენერგეტიკულ სასმელებში რაოდენობითაც არის იდეალური თავს კარგად გწნობ კომფორტულად, მაგრამ შენ თუ მიიღებ 5-6 ჯერ მეტს, შეიძლება შენ მოგიწიოს ფატალური, შეიძლება ფატალურად დასრულდეს ეს. ანუ მიღება და ამიტომაც მხოლოდ ის პანიკური შეტევა მემართა მაგის. ცივი დასხმა. მეტი არაფერი, ხო, ეგ უფრო მეტი არ ნიშნავს უკეთესი, კი. ხო, და ანუ მანდ მივდივართ, რომ შენ პირველ რიგში აი სპეციალისტთან კონსულტაცია რატომ არის კარგი. იმ სპეციალისტმა უნდა გირჩიოს პირველ რიგში ის ანალიზები ჩაიტარო. შენ ამ ანალიზებში უკვე გამოჩნდება რისი დანაკლისი გააქვს და უნდა მოხდეს იმის დაკომპენსირება, რადგან სპორტსმენზე ვსაუბრობთ, სპორტსმენის შემთხვევაში, როგორც უკვე ვიცით, ფიზიკური დაღლა, ფიზიკური ხარჯვა არის უფრო მაღალი, მეტად ოფლს ვკარგავთ ელემენტარულად და ოფლს ჩვენ ორგანიზმში მარტო ცუდი ნივთიერებები არ გამოაქვს კარგი ნივთიერებები, პირველ რიგში ელექტროლიტები, მინერალები და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს პროგრამის შედგენა, რომ აი რა გჭირდება და რა თქმა უნდა, ყველა ვიტამინს აქვს თავისი გამოყენების პერიოდი, ისე არა რომ მე დავიწყო მაგალითად D ვიტამინის დალევა და მთელი ცხოვრება ვსვა, ესე არ შეიძლება, ან რომელიმე კონკრეტული ვიტამინი თუნდაც მასტიმულირებელი ნივთიერებები. ზოგიერთი ნივთიერება ორგანიზმში მიჩვევას იწვევს. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ, რომ ჩვენს ორგანიზმში არის ესეთი ჯირკვლები, რომელიც ამა თუ იმ ნივთიერებას გამოიმუშავებენ, აი თუნდაც ფარისებრი ჯირკვალი, სადაც L-კარნიტინის გამომუშავება ხდება. მამაკაცის ორგანიზმში ჯირკვლები, რომელიც ტესტოსტერონს გამოიმუშავებენ და როდესაც ეგზოგენური გზით ამ ნივთიერებებს შენ მაღალი რაოდენობით აწვდი სისხლში, ორგანიზმში
ამ ნივთიერების მაღალი დონე ფიქსირდება, რეცეპტორები ამას აღიქვავენ და ჯირკვლის ფუნქცია სუსტდება მაგ დროს. ანუ ჯირკვალი რადგან ორგანიზმში უკვე მზაფორმით შემოდის, თვეების განმავლობაში ის კარგავს ფუნქციას და შეიძლება საერთოდაც კი დაკარგოს ეს ფუნქცია ორგანიზმში და შემდგომ, როდესაც შენი ნივთიერების გარედან მიწოდება შეწყვეტა, უკვე შეიძლება სერიოზული პრობლემა იდგეს სახეზე და ვეღარ შეძლოს შენმა ორგანიზმმა იმ ნივთიერების გამომუშავება. ვალა, მოდი აი მაყურებლისთვისაც რომ საზარგებლო იყოს, მე ჩემ იმ სიას მოგაწოდებ, მე ვიღებ C ვიტამინს 1000 ერთეულს, სვამ კვირაში 2-ჯერ. 2-ჯერ, 3-ჯერ, იმისთვის რომ იმუნიტეტი ნორმაზე მქონდეს რა. სვამ D ვიტამინს 2000 ერთეულს, ყოველ მეორე დღეს სვამ ვცდილობ, ზოგჯერ მავიწყდება და შეიძლება ეგეც კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ დავლიო. ვიცი რომ C ვიტამინი გამოდის ოფლთან ერთად, ამიტომ რთულია რომ გადააჭარბო. კი ბატონო, წყალში ხსნადი ვიტამინი არის. კი, წყალში ხსნადი ვიტამინები ზოგადად ორ ჯგუფად არის, ხო? წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები. წყალში ხსნადი, როგორც მაგალითად C ვიტამინია, მარტივადაც ხვდება ორგანიზმში, ანუ მარტივად შეიძლება მიიღო და მარტივადაც გამოდის. მარტივადაც გამოდის, ხო, ცხიმში ხსნადი ვიტამინები რთულად მეტაბოლიზირდება ორგანიზმში, ანუ რთული არის შეთვისებაც და რთული არის მისი ორგანიზმიდან გამოყვანაც, იმიტომ რომ ცხიმში ხსნადი ვიტამინები ცხიმთან ერთად თვისდება და ცხიმი სჭირდება ორგანიზმში რომ მისი დარეზერვება და შენახვა მოხდეს ორგანიზმში. შემდეგ D ვიტამინზე ბევრი შეკითხვა მაქვს იმ ხრივ რომ ხო, ანუ საკმაოდ სახიფათო არის, რადგანაც შეიძლება დაგროვდეს, მაგრამ მე ვიღებდი 2000 ერთეულს, სადღაც წავიკითხე რომ 4000 ერთეულიც არის ნორმა დღეში. და აფთიაქში აღმოაჩინა რომ აბი არსებობს, სადაც 50000 ერთეული არის წელიწადში ერთხელ დალიეო, თუ რაღაც გაიკეთენეოსიო და ის არისო და მე უბრალოდ აი ეგეთ მაყურებლის შეკითხვას დაგისვით. ახლა 50000-იან ერთეულ D ვიტამინს რო დავვლევ. ეს ხო საწუწნი კამფეტი არ არის, რომელიც ერთი წელი უნდა იხსნებოდეს. ეგ არა, ეს ისეთი სტრუქტურული ფორმით არის, ისეთი ჯაჭვია შეგნით შექმნილი, რომელიც შენ მიღების შემდგომ დაიშლება, კუჭი მოინელებს და სისხლში გადავა, მაგრამ ეს აქტიური ფორმა D ვიტამინის ერთიანად ერთბაშად არ გამოიყოფა ორგანიზმში. უფრო მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მარტივად გასაგები რო იყოს, ხო? შენ პირობითად არსებობს ენერგეტიკული სასმელები სითხის სახით და არსებობს ჟელეს ფორმით, ხო? როდესაც შენ ჟელეს ფორმას ღებულობ, იმას რა უპირატესობა აქვს კონკრეტულ სიტუაციაში. ის ჟელე იშლება ძალიან რთულად შენს ორგანიზმში და ეს ნივთიერებები უფრო ნელ-ნელა გამოიყოფა ორგანიზმში. თუ შენ იმას წყალში გახსნილი ფორმით მიიღებთ, შეიძლება ის ძალიან სწრაფად ერთბაშად მიაწვდეს მთელი ასე რომ ვთქვათ ნივთიერებების ზღვა შენს ორგანიზმს. და D ვიტამინის შემთხვევაშიც ახლა მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ხო არის ესეთი მაღალ კონცენტრაციული ფორმები, რომელიც მიიღებ და თუ არ ვწდები ეგ კვირაში ორ კვირაში ერთხელ ისმევა 50000 ერთეული. აღმოჩენ რაღაც წელიწადში ერთხელაც ძალიან მაღალი დოზები. ხო, და ძალიან ნელ-ნელა იშლება და აქტიური ფორმა ნელ-ნელა გამოთავისუფლდება ორგანიზმში. და D ვიტამინი როგორც ასეთი ნივთიერება 2000-დან 4000 საერთაშორისო ერთეულამდე ეს საპროფილაქტიკოდ სადაც შეგვიძლია ავიღოთ და არის 10000 ერთეული უკვე ზედაზღვარი მაგის ზემოთ გამოყენება და თუნდაც 10000 ერთეულის რაღაცა კონსულტაციისა და ანალიზების გარეშე ესე არ შეიძლება. მე ასევე ვიღებ ძილის წინ ძალიან მომწონს, არის ერთ-ერთი შვეიცარიული ბრენდი, არ დავასახელებ. 10 მგ მელატონინს, რადგან ძალიან გძნობ რომ აი ხარის ძალიან აუნჯობესებს ძილის და მელატონინთან ერთად ვიღებ მაგნიუმს. მაგნიუმს ვიღებ. სიმართლე გითხრათ, მაგნიუმი მაჩუქეს მაგითო დავლიო, არ დავლიო. შეიძლება მაგნიუმი ვიგძნო აი რაღაც 5%-ით, მაგრამ ვერ გეტყვით რომ აი ვიგძენი რომ მაგნის დავამატე რაციონში თქო. შენ როგორ ფიქრობ, აზრი აქვს ამ მაგნის დალევას? რა თქმა უნდა, მაგნიუმი, იგივე მაგნეზიუმი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი მინერალია, განსაკუთრებით შენი სახეობის სპორტსმენისთვის. მე ალბათ ტოპ 5 პროდუქტით შევიყვანდი მაგნეზიუმს და პოტასიუმს, იგივე კალიუმს. ეს არის ელექტროლიტები, რომელიც შენს ორგანიზმში სითხის შეკავება, სითხვის ბალანსში, ელექტროლიტები ზოგადად სითხის ბალანსში ძალიან დიდ მონაწილეობას ღებულობენ და ასევე კუნთის ბიომექანიკაში, აი ალბათ სპორტსმენები ხართ და თქვენთვის ცნობილი იქნება სპაზმები, ხო, რომელიც კუნთებს ემართება. ანუ გულისხმობს კუნთების გადავსკვნები და ესე. როდესაც კალიუმით
კალიუმი და მაგნეზიუმი ეს ორი უმთავრესი მინერალია, რომელიც შეიძლება სპორტსმენს რატომაც ხშირად დანამატებში. როგორ არის? კი, მაგნეზიუმი, აი მაგალითად ხა გლიცინატი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ფორმა, რომელსაც ძილის წინ სვამენ ხოლმე, თან დამშვიდებას, დაძინებას უწყობს ხელს და ეს აუცილებელი არის თქვენი სპორტის სახეობისთვის, იმიტომ რომ იმდენოფლს კარგავს, შენ იმას ფიზიკურად დიდი ეჭვი არის, საკვებით ვერ შეავსებ ამ ელექტროლიტების ფუნქციას და მე ამ ნივთიერებების ნაკლებობამ შეიძლება კუნთის ბიომექანიკა დაგიზიანოს, ანუ კუნთები არ დაგემორჩილოს სათანადოდ, შეიძლება შეჯიბრზე დამართნია ძალიან ბევრს განსაკუთრებით აი სპაზმები. აი ეგ ხა კიდე არის ძალიან საინტერესო ფაქტები ველომრბოლელების შემთხვევაში, რომელთაც საათობით უგრძელდებათ ეს დისტანციებზე 5-6 საათი დადიან, ამ დეჰიდრატაციამ და მინერალების დაკარგვამ ხშირ შემთხვევაში გამოიწვია ფეხის დასპაზმა და ვეღარ გააგრძელეს მარათონში მონაწილეობის მიღება და აქედან გამომდინარე არის რაღაცა სპეციფიური ჯგუფი საკვებით დანამატების, რომელიც სპორტის სახეობების მიხედვით ყველაზე მეტად რეკომენდირებული არის და აუცილებელია რომ გამოიყენო. რა რაოდენობით მირჩევდი კალიუმს და მაგნეზიუმს დღის განმავლობაში? ნუ აქ არის ახლა ესეთი ფაქტორი, ფორმებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, აი რომელი ფორმით არის ახლა მარტივად ათვისებადი ფორმა და სრულყოფილად ათვისებადი, ანუ შეიძლება შენ დალიო ნივთიერება, რომელსაც აწერია 1000 მილიგრამი, აი მაგნეზიუმის მაგალითად ოქსიდიან რაღაც და შეიძლება იქიდან აქტიური ნივთიერება იყოს 200 მიკროგრამი. ხო, ანუ ფორმებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ზოგადად მაგნეზიუმი 4000 მიკროგრამი ორგანიზმისთვის უკვე 400 მიკროგრამი, ეს უკვე ორგანიზმის სპორტსმენისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი არის და საკმარისი რაოდენობა არის. აი ეს ზოგადად ვიტამინებთან მიმართებაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ შეიძლება მარკეტინგულად პროდუქტს გარედან ეწეროს რაღაც გრამაჟი და თუ არ შემოაბრუნებთ ანოტაციაზე კარგად არ წაიკითხა, ვერ გაიგო რეალურად იქიდან აქტიური ფორმა რამდენი არის. აი ომეგას შემთხვევაში არის რა ფორმა უნდა ეწეროს? აი დაუშვათ მაგნეზიუმი, მაგნეზიუმ ციტრატი. ციტრატიც კარგი ფორმაა, გლიცინატი ახლა დღეს ახსენეთ გამორჩეული ერთ-ერთი კარგი ფორმა. ხა პოტასიუმის შემთხვევაში ციტრატი, პოტასიუმის შემთხვევაშიც კარგი ფორმა. ძირთად ოქსიდის ფორმა არის, რომელიც უფრო ნაკლებად ბიოშეღწევადობით გამოირჩევა ხოლმე. მე დილით ვსვამ კოფეინს, კოფეინ ბენზონატს 200 მილიგრამს, თუ ყავას არ ვსვამ, მაშინ მაგ ტაბლეტს ვიღებ. გამოკვლევები წავიკითხე, რომელიც მომეწონა, რომ გულზეც კარგად მოქმედებს კოფეინი, საკმაოდ ბოლო გამოკვლევები, კუჭნაწლავზეც მოქმედებაზე, კუჭნაწლავის მოქმედებაზე, ტვინზე და საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია გაუწიეს. ადრე რომ იყო, რომ აი გულსაჩქარებს და რაღაც უარყოფითი, ეგეთი ისინი ფაქტები აღარ არის. ამიტომ ვიღებ კოფეინს ყოველდღიურად და გადაღლილობასაც არ ვგზნობ, მაგრამ არ ვაჭარბებ 200 მილიგრამიან ტაბლეტს. შემდეგ მე ვსვამ კრეატინს და ასევე საინტერესო ახალი ინფორმაცია იყო ჩემთვის, რომ დავიკითხე, რომ კრეატინი არის 5 იმ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატში შედის, რომელსაც აქვს მეცნიერული მტკიცებულება, რომ დადებითად მოქმედებს კუნთების მუშაობაზე, რადგანაც გარდაიქმნა ხო ATF-ად, უნივერსალურ ენერგიად კუნთებში, რომელიც არის და ასევე დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე, ანუ ინტელექტზე. და ძირითადი ეფექტიო გამოიხატება უკვე 2 კვირის შემდეგ მხოლოდ. მე ახლა ვიღებ სადღაც 10 მილიგრამს დღეში, დილით ვსვამ, ვამატებ ცოტა L-კარნიტინს და ვსვამ დილით ლიმონიან წყალთან ერთად რა. აი, ეგრე გამოიყურება ჩემი დანამატები. ზოგჯერ ვიღებ პროტეინს, უყურებთ ბიფ პროტეინს, რადგანაც მე პრობლემა მაქვს ლაქტოზასთან და ბიფ პროტეინი ჩემთვის არის იდეალური. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ მეგობრებს, ეს Prime Labs-ი, რამოდენიმეჯერ მაჩუკეს კიდევ ეს ბიფ პროტეინი, ფანტასტიკური არის, აი რაღაც შედეგი აქვს, აი რაღაც მართლა დოპინგი გეგონება, რადგანაც თუ სვამ 4-5 დღე, აი სარღვები მომიჩანს, ანუ ვიღებ სადღაც 2 პორცია 60 გრამს, მაგრამ იმ 60 გრამიდან მე როგორც ვატყობ, რადგანაც ეს ფოსფორციდან არის, ხო, რაღაც დამზადებული, მე როგორც ვიცი, ათვისება ხდება თითქმის 90%-ის რა. ნუ შეიძლება ხო ციფრებში რაღაც სადღაც ვხდებოდი, მაგრამ რძის დაჟე იზოლაციაზე თუ არის საუბარი, ეგეთ შედეგს არ მაძლევს. აი რძის ვერ ვითვისებ, თან შეფერილობას იწვევს. ეს ბიფი, აი
რაღაც ის არის. შენ როგორ ფიქრობ? არის ეგეთი სხვაობა თუ ეგ უფრო რაღაც ის არის ფსიქოლოგიური მომენტი? მან სხვაობა უფრო ამინომჟავების სპექტრში არის, რომ საქონლის ხორცის პროტეინში უფრო სხვა ამინომჟავებია წინ წამოწეული. ანუ პლაცებოს ეფექტი არ არის ეგ. ნამდვილად ეგრე თუ უფრო ანუ შენ შემთხვევაში საქმე არის იმასთან, რომ შენ ლაქტოზის აუტანლობა გაქვს და რადგან whey პროტეინზე ვსაუბრობთ, ეს რძისშრატის პროტეინია და მასში ლაქტოზის არსებობა თუ ჰიდროიზოლატს არ დალევ, ესე იგი არის შიგნით და როგორც ასეთი ჩვენ რო ეხა ვისაუბროთ, არ არის პრობლემა. ხო, ჩვენ რო ვისაუბროთ ეხა ისეთ ადამიანზე, ვისაც არ აქვს პრობლემა, ვერ ვიტყვით, რომ ეს beef პროტეინს ძალიან დიდი სხვაობა აქვს, ვიდრე მაგალითად მაღალი ხარისხის თუნდაც whey პროტეინი. whey პროტეინი ძალიან მაღალ დონეზეა დამუშავებული, შაქრები, სადაც ხიმის შემცველობა იქა ძალიან დაბალი არის და whey პროტეინს ზოგადად ის უპირატესობა აქვს, რომ ყველაზე სწრაფად დაშლადი ცილა არის ორგანიზმში, ანუ სწრაფად იშლება და სწრაფად თვისდება. კიდე ერთი სასარგებლო ფაქტი მაყურებლისთვის, ვფიქრობ დღეს აბსოლუტურად უნიკალური გამოშვება გვაქვს, აი ფანტასტიკური რეალურად და მადლობა თქვენ ბიჭებო და კიდე ერთი ფაქტი ეგეთი, ანუ პროტეინის ხარისხები, ხო? ეხლა ხო არის, ეხლა ბევრი მეკითხება რა არის whey, რა არის იზოლატი, რა არის ჰიდროიზოლატი. ანუ ეს არის პროტეინის ხარისხი, ხო? პროტეინი ეს ზოგადად იყოფა ორი მიმართულებით ხარისხი. ერთი არის წარმოშობის მიხედვით, ანუ საიდან არის ეს ცილა ამოღებული და მეორე არის უკვე ათვისების სისწრაფისა და სისუფთავის მიხედვით. ხა რომ დავიწყოთ, საიდან შეიძლება იყოს ცილა ამოღებული, ხო? ყველაზე ცნობილი ვარიანტები რაც არის მცენარეული პროტეინები, რომელიც ვეგანური პროტეინები და მცენარეული პროდუქტებს და მცენარეულ ცილას უფრო არასრული ცილასთან არსებობს ესეთი ტერმინი ბიოლოგიურად სრული ცილა. ბიოლოგიურად სრული ცილა იმას გულისხმობს, რომ ყველა სახის შეუცვლელი ამინომჟავები აქვს მას შემცველობაში და ამ შემთხვევაში მცენარეული პროტეინები ბიოლოგიურად სრული ვერ არის, ვერ გვაწვდის ამინომჟავების სრულ სპექტრს, შეთვისება და ამავდროულად გემოთ ცოტა უფრო არასასიამოვნო აქვს. მერე შემდგომი არის უკვე მოდის კვერცხის ცილა, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბიოლოგიურად სრული არის, მაგრამ საკვები დანამატების სახით ძირითადად whey პროტეინი არის წარმოდგენილი და არის კიდევ საქონლის პროტეინი, რომელიც შენ თქვი beef პროტეინი. whey და beef პროტეინი ორივე ძალიან მაღალი ხარისხის პროტეინები არის და ამინომჟავების სრულ სპექტრს აწვდის ორგანიზმს. უბრალოდ whey თავის კუთხით კიდე სამ ნაწილად იყოფა. ეს არის კონცენტრატი, პირველი მიღებული ცილის ფორმა, შემდგომი არის იზოლატი, ყველაზე გამოყენებადი ფორმა და მერე არის ჰიდროიზოლატი, რომელიც ყველაზე დამუშავებული. ჰიდროიზოლატის შემთხვევაში უკვე წარმოებაში ჩართული არის ჰიდროიზოლირების პროცესი, როდესაც წყლის მოლეკულით ხდება და განცალკევება შიგნით ამინომჟავების. აღარ არის ჰიდროიზოლატში ლაქტოზა აღარ არის და ჰიდროიზოლატი არის ძალიან მარტივად დაშლადი. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ცილას რო ვღებულობთ, იქ არის ამინომჟავები, ხო? ეს ჯაჭვი არის წარმოდგენილი და რაც უფრო მეტად აქვს კომპანიას ცილა დაშლილი, მით უფრო პატარ-პატარა ამინომჟავებად არის ეს მაგალითად ჰიდროიზოლატში პატარ-პატარა ამინომჟავებად არის უკვე ეს პატარ-პატარა პეპტიდებად არის დაშლილი და შენი შეთვისების მერე უკვე ორგანიზმს ნაკლები ენერგია ეხარჯება იმის დაშლაზე და შეთვისებაზეც. მაგიტომაც არის რომ აი ბარიატრიული ოპერაციების მერე ხშირად ურჩევენ ხოლმე ჰიდროიზოლატის გამოყენებას, იმიტომ რომ კუჭს რო ისეთი ძლიერი ფუნქცია არ გააჩნია დაშლის კუთხით თუ მაგ შემთხვევაში რაღაც ტრავმირებულია უხეშად რო ვთქვათ, მარტივად მოახერხოს ამ პროტეინის დაშლა. ანუ წესით ეხლა და რატო ვერ იქნება დაუშვათ ხბოს ან ის beef პროტეინი რატო ვერ იქნება ჰიდროიზოლატი? არის. ის უკვე თავის ფორმით ჰიდროიზოლატია. ანუ გაასაგებია კი. ანუ ჩვენ აქ ვსაუბრობთ რაზე, რომ whey სახის ცილა, რომელიც შეიძლება ჰიდროიზოლატის ფორმით იყოს და მეორე მხარეს გვაქვს beef პროტეინი. ანუ ვერ ვიტყვით, რომ ერთი რაიმე უპირატესობით არის, რადგან ეს ხორცის პროდუქტია, იქ რაღაც ამინომჟავების სხვა სპექტრი არის, მაგრამ ამასაც თავის უპირატესობები გააჩნია. ასევე საინტერესო გამოკვლევა იყო, სადაც ამტკიცებენ, ხო, მე უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ, რომ დაუშვათ ამინომჟავები, აი ეს კომპლექსები რომ იყიდება ამინომჟავების თავის ეფექტურობა დიდად ვერ დაამტკიცაო, მაგრამ უფრო სასარგებლო არის პროტეინის დალევა, რადგანაც ორგანიზმი თვითონ შლის ამინომჟავებად და ეს პროცესი რატომღაც ეს თვითონ დაუშლელი ცილის მიღება, რომელსაც ორგანიზმი დაშლის, უფრო სასარგებლო არის ვიდრე გამზადებული დაშლილი ამინომჟავები რომ მიიღო. რას ფიქრობ?
აი ამ საკითხს? მან რთულად არის საკითხი, ესე მარტივად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ იმ დაშლილ ამინომჟავებს თავისი სხვა ფუნქცია და დანიშნულება გააჩნია. მაგალითად, ეხა ესეთი სიტუაცია რომ განვიხილოთ, ჩვენ რო ვიწყებთ ვარჯიშს, ხო? ვარჯიში ორგანიზმში ესეთი ნერვული სისტემას ორგანიზმს აქვს ორი სახის ნერვული სისტემა, ეს არის პარასიმპათიკური და სიმპათიკური, როდესაც ერთი აქტიურდება, მეორე უნდა გამოირთვოს. ეხა წარმოიდგინე, შენ რო პროტეინს დალევ, იმას გადამუშავება სჭირდება, ამიტომაც ვარჯიშამდე პროტეინის დალევა მოკლე დროში არ შეიძლება და ვარჯიშზე, უშუალოდ ვარჯიშზე პროტეინის დალევა არ შეიძლება, იმიტომ რომ ის არის ჩვეულებრივი პროდუქტი, რომელიც უნდა გადამუშავდეს ორგანიზმის მიერ და ვარჯიშზე მაგიტომაც მას ვერ მიიღებ, იმიტომ რომ მე მთელი სისხლის კონცენტრაცია კუჭისკენ მიდის, ანუ უნდა დააცადო, როცა პროტეინს დალევს, რომ ის დაიშალოს. შენ ნახე, ხო, პრაქტიკულად ჭამვარჯიშის პროცესს გამძიმებს, მე შეიძლება იჟოკა, ანუ ვეღარ მონელდება რა, მარტივად რო თქვა და ამინომჟავები იმიტომ არის შექმნილი, აი მაგალითად AAA 9 სახის შეუცვლელი ამინომჟავის ჯგუფი, რომელიც არის სალკე წარმოდგენილი, რომ ის უკვე თავისუფალი ამინომჟავების ფორმით არის წარმოდგენილი იმას. ეს 9 ერთ-ერთი რას ნიშნავს? ეს 9 ამინომჟავი არის ორგანიზმისთვის ისეთი ამინომჟავები, რომელსაც თვითონ ვერ ასინთეზირებს და აუცილებლად საკვების ან საკვები დანამატი სახით უნდა მიაწოდო ორგანიზმს და როდესაც დანამატის ფორმით ეს 9 ამინომჟავა ცალკეული ფორმით იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ შენი შეგიძლია ვარჯიშის დროს დალიო, იმას გადამუშავება დაშლა არ სჭირდება და პირდაპირ ითვისებს შენი ორგანიზმი. შენ რომ მაგისმაგივრად პროტეინი დაგელია, ის ვერ შეთვისდებოდა, იმას დრო სჭირდება, რომ დაიშალოს და შეთვისდეს და ნახეთ აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ შენ რომ ვარჯიშს იწყებ, რაღაცა დონეზე მოყვება ორგანიზმის არსებული რესურსი, მაგრამ რაღაც დონის მერე კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონი არის და დიდი რაოდენობით გამომუშავდება ვარჯიშის დროს, იწყებს შენი კუნთების დაშლას და თუ ამ დროს რაღაცა დახმარების სახით ამინომჟავები არ შესთავაზე და არ მიაწოდე ორგანიზმს, უკვე პრობლემა შეექმნება მაგ კუთხით. ამიტომაც ესე ვერ ვიტყვით, რომ ეს ამინომჟავები ცალკეული სახით უფუნქციო არის, საკმაოდ დიდი ფუნქცია გააჩნია. მოგესალმებით ლომებო, ეხლა მე ვიმყოფები Prime Labs-ში, აი ზუსტად აქ მოვყიდულობ ჩემს აყვარელ Beef Proteins, ჩემი აზრით ნომერ 1 სპორტული დანამატს, უმაღლესი ხარისხის და ასევე Prime Labs-ში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სპორტული დანამატები. ჩემი აზრით და პრაქტიკამ ეს დაამტკიცა, Prime Labs არის ნომერ 1 ხარისხით და ძალიან კარგი ფასებით. ამიტომ გავუწევ აუცილებლად ჩემ რეკომენდაციას მოგზანდით ყაზბეგის 37 Prime Labs. ბიჭო, ეგეთი შეკითხვები მაშინ, აი რომ ვთქვათ, მუშაობს არ მუშაობს და არ მუშაობს იმ ხრივ რო არა, რომ აბსოლუტურად ეფექტი არ აქვს. არ მუშაობს იმ ხრივ, რომ ეხლა დალევას და ყიდვას ჯობია დიდად ეფექტი არ აქვს. აი ეგრე რომ შევაფასოთ დანამატები და თქვენი აზრი. BCA როგორ მუშაობს არ მუშაობს? მუშაობს უბრალოდ არის სპორტის სახეობები, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს და არის სპორტის სახეობები, სადაც ძალიან მინიმალური მნიშვნელობა აქვს. შენ როგორ ფიქრობ? როგორც მე ერთი მომხმარებელი არ ხმარობ. ისე ამინომჟავების კომპლექსი, აი რო ხო მიყიდება ხშირად, აუცილებელი არის და მუშაობს. არის მე ვხმარობ EA. EA, ანუ ამინომჟავების კომპლექსია ყველაზე მაგარი. აჰა, გასაგები. კრეატინი მუშაობს და ერთ-ერთი მეც დავადასტურებ რომ კრეატინი აუცილებლად. პროტეინის კოქტეილები, აი ჯამში. აუცილებელი არის და რა თქმა უნდა მუშაობს. კი ბატონო. პოლიუჯერი ცხივა ომეგა 3 აუცილებელი არის. აქ არის საკითხი ესე ორგანიზმს თუ სჭირდება, თუ შენ ახლა რაციონი იდეალურად გაქვს მოწესრიგებული და ცხიმებს იღებ, შეიძლება ომეგა სახის როგორც დანამატის დალევა ისე არ დაგჭირდეს, მაგრამ მაგისთვის საკმაოდ შრომატევადი რაციონი გჭირდება თევზით და ზღვის პროდუქტებით დაკომპლექტებული. პრევორკაუტები. აი დაუშვათ კონკრეტულად რომ არ ვთქვათ, აი პრევორკაუტი რომელიც შეიცავს ტაურინს, შეიცავს კოფეინს და აი დაუშვათ DMA-ს, აი რაღაც იქ DMA თუ ეგ უკვე ცოტა იქ გადავუხარებ. კარგი. კოფეინს, ტაურინს შეიცავს და არგინინს პირობითად არგინინს, რა თქმა უნდა, კარგი არის და უბრალოდ აუცილებელი არ არის, მაგრამ თავარი საკითხია რომ აი ეს კოფეინის ხარჯზე ზოგიმერ ძალიან მიჩვევას იწვევს, ეს ფსიქოლოგიური მიჩვევაზე არის საუბარი. პრევორკაუტებს აქვს ადგილი? მე არ ხმარობ და არ ხმარობ პრევორკაუტებს. ანუ გულის პრობლემიდან გამომდინარე არ ხმარობ. აჰა, გასაგები. არგინინზე რას იტყვი?
არგინინი ძალიან ციტრულინზე და არგინინზე. ციტრულინი და არგინინი პრაქტიკულად ერთი და საოცარი ამინომჟავათა კომპლექსი არის, ესე რომ ვთქვათ, ესე ცალკე არ გამოყოფ, ორივე ძალიან მაგარი პროდუქტია. ეს არის ნივთიერებები, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის მერე ძალიან სწრაფად გადადის ოქსიდში, აზოტის ოქსიდში და ახდენს სისხლძარღვების ელასტიურობის გაზრდას და გაფართოებას და მამაკაცებისთვის განსაკუთრებით შეგვიძლია დავარქვა. ფამფისთვისაც ძალიან მაგარია, მაგრამ ჰორმონალური ეფექტიც გააჩნია. არგინინი და ციტრულინი არის ნივთიერებები, რომელიც ზრდის ჰორმონის სტიმულაციას უწყობს ხელს ორგანიზმში და სისხლის მეოქცევის, ანუ როდესაც სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლის მეოქცევა კარგად ხდება, ორგანიზმში ეს პირდაპირ უზრუნველყოფს სხვადასხვა საკვები ნივთიერებების კარგად მიწოდებას, ჟანგბადის სწრაფად მიწოდებას თავის ტვინისთვისაც და კუნთებისთვისაც. და მე რომ მივიღო დაუშვათ ჭუბის ციხო დამყარავს. ეგ არის, ხო. ამიტომაც სწორი შერჩევა სჭირდება მაგას. ხონდრაიტინი და გლუკოზამინი, აი რაც ამბობენ რომ სახსრებს უხდება, მაგრამ ძალიან ბევრი შეკითხვები მაქვს. ანუ სახსრების პროდუქტებზე ვსაუბრობთ, ეს არის კოლაგენი, MSM-ი, ხონდროლიცინი, გლუკოზამინი, რა თქმა არ მუშაობს. მუშაობს. აქაც რაღაც დეტალები არის მნიშვნელოვანი. ნუ კოლაგენზე განსაკუთრებით, ახლა რომელი ტიპის კოლაგენია? კოლაგენს ხმარობ. და გზნობ ეფექტს. კი, ავი, ნორმально. კანი წვერი რაღაც ეგეთ. არ იგზო მართლა თუ იგზო რაღაც ეფექტი. ეზდება. წვერი იზდება. წვერი იზდება. ბოლო დანამატი, რომელსაც მე ასევე სათუოდ ჩავთვლიდი, ალბათ ეგ არის დანამატი უბრალოდ არა, ვიტამინი, ცინკი. ცინკზე რა სიტყვი, ღირს თუ არა ყოველდღიურ ცინკი იგივე თუთია, ღირს კი არა, ჩემი აზრით აუცილებელი არის. ეს არის თუთი არის მინერალი, რომელიც მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის სამშენებლო ნაწილი არის და შესაბამისად მისი მნიშვნელობა ძალიან მაღალია ორგანიზმში. ანუ აუცილებელი არის მამაკაცებისთვის განსაკუთრებით. ხარის თუ არა? კი და ხმარო. ბიჭებო, და უბრალოდ მინდა გითხრათ, მადლობა, ფანტასტიკური პოდკასტი გამოვიდა, აბსოლუტურად უნიკალური ინფორმაციის მხრივ. ვალას და ბეკას ინსტაგრამები იქნება აუცილებლად მითითებული. თქვენ შეგიძლიათ ვალას მიმართოთ კონსულტაციაზე და მე გირჩევთ რომ მიმართოთ. კვება, დანამატები აბსოლუტურად ყველა საკითხზე წონისკლების და სპორტსმენებს ასევე თუ თქვენ გინდათ რომ აჩვენოთ ახალი შედეგი და პროფესიონალური მიდგომა გქონდეთ, აუცილებლად ვალას მიმართეთ. ბიჭებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ ქართულ ენოვანი YouTube-ისთვის. სპორტისთვის საქართველოში, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სწორი და საჭირო ინფორმაცია, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ დღეს მივაწოდეთ. რამოდენიმე სიტყვა თქვენი მესიჯი ჩვენს მაყურებელს, ვალა. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველას ყურადღებისთვის, რახან გამოიწერეთ ლაშას არხი, დააკვირდით სიახლეებს, ძალიან კარგი წამოწყება არის და სწორედ აღნიშნე, რომ ქართულენოვანი ასეთი ინფორმაციული პოდკასტები ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დღეს სპორტი ნახევარად მაინც თუ უფრო მეტად არა მედიცინასთან არის ძალიან დაკავშირებული, ცოდნასთან არის დაკავშირებული და ყველა სპორტსმენი უნდა ცდილობდეს, რომ ცოდნა გაირღმავოს, ახალი ინფორმაცია, ახალი კვლევებს გაეცნოს და ამის შესახებ ცოდნა მიიღოს. ბეკა, ლაშო, მადლობა მოწვევისთვის, შენს მაყურებელს მადლობა. აი მინდა რომ დოპინგი კონსულტაციის გარეშე ახალგაზრდა ბავშვებმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერს. უამრავი ბავშვი მწერს 14 წლის 16 წლის ბავშვები მწერენ, ანუ იციან რომ ეს საშუალება მაქვს ამის რაღაცა და მომაწოდე ტურინაბოლი, პროპიონატი, ანუ ვინ ურჩევს არ ვიცი, სად ვარჩევენ არ ვიცი, მაგრამ კონსულტაციის გარეშე აუცილებლად გაეცანით კონსულტაცია ექიმთან, სპეციალისტთან და ეგრე მოიხმარეთ თუ მოხმარება გინდათ. მაგრამ გირჩევთ რომ არ მოიხმაროთ. ჩვენ არ უწევთ რეკომენდაციას, უბრალოდ გაწვდით ინფორმაციას, დალიეთ ვიტამინები, იყიდეთ სპორტულ მაღაზიაში ის დანამატები, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რომ იყოთ ჯანმრთელი და ძლიერი და აუცილებლად ივარჯიშეთ დილით და საღამოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ბიჭებო. მადლობა ლაშა შენ მოწვევისთვის და მადლობა ჩვენს მაყურებლებს. იყო დღევანდელი Iron Lashas პოდკასტი, ჩვენ ვისაუბრეთ ფარმაკოლოგიაზე, ვიტამინებზე და დანამატებზე პროფესიონალურ სპორტში და არა მარტო.